მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო, ამ არხის სახელია რატომ არის? ეს ჩემი მეორე ვიდეო ამ არხზე და დღეს მინდა ვისაუბრო თამაშზე, რომელმაც ჩემზე ემოციურად ძალზედ იმოქმედა, რომელიც ჩემთვის არის ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწილი და ბექგრაუნდიდან გამომდინარე მიხვდებოდით თუ რა თამაშზე უნდა ვისაუბრო. ეს თამაში არის Undertale, მიწისქვეშეთის ზღაპარი ან მიწისქვეშეთის მოთხრობა ქართულად, ორივენაირად სწორი ნათარგმნია, როგორც გინდათ აღიქვით. და მინდა ვისაუბრო იმაზე თუ რატომ არის შედევრი. სანამ თამაშის განხილვას დავიწყებდე, გაგაფრთხილებთ რომ ვიდეო მოიცავს მრავალ სპოილერს და იმიტომ გაფრთხილებთ რომ თუ ეს თამაში არ გაქვთ თამაშები, გირჩევთ რომ ჯერ ითამაშოთ, შეიგრძნოთ, რადგან თუ ლიტერატურას არ შეიგრძნობთ, ვერ მიხვდებით იმას თუ რატომ არის ეს ლიტერატურა ძლიერი. ამიტომაც გირჩევთ რომ პირველ რიგში ითამაშოთ, არა ვიდეოს არ უყუროთ, ანალიზს სხვას არ უყუროთ, პირდაპირ ითამაშეთ. ჯერ თქვენით შეიგრძენით ეს თამაში, სულ რომ რაღაცა ვიდეოები გქონდეთ წარსულში ნანახი და სულ რომ თქვენი ბავშვობის თამაში იყოს, გირჩევთ რომ ითამაშოთ ჯერ, შეიგრძნოთ თქვენით და მერე უყუროთ ამ ვიდეოს ანალიზს, მაგრამ თუ მაინც არ გაითვალისწინებთ ჩემს გაფრთხილებას, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამას, იმედი მაქვს ამ ვიდეოთი დაგაინტერესებთ რომ თქვენით განიცადოთ ეს თამაში და იმედი მაქვს თუ საერთოდ არ გაქვთ ეს თამაში და თამაშები დაგაინტერესებთ და იმედი მაქვს თქვენ ითამაშოთ. ნუ დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ ამ თამაშის მოკლე მიმოხილვით, რომელიც ფაქტობრივად თამაშის გახსნისვე გვხდება, ასეთი მოკლე შესავალი აქვს. ათასობით წლის წინ ადამიანები და მონსტრები ერთად დომინირებდნენ დედამიწაზე. მაგრამ გაურკვეველი დროის შემდეგ და გაურკვეველი მიზეზის გამო ადამიანები და მონსტრები ერთმანეთს შორის ომს დაიწყებენ. ეს ომი იყო ხანგრძლივი და ამ ომში გაიმარჯვებენ ადამიანები. ადამიანები მონსტრებს გამოკეტავენ მიწისქვეშეთში და დაადებენ ბარიერს. ათასობით წლის შემდეგ ჩვენი პერსონაჟი ადის მთაზე, რომელსაც ქვია Mountain Abbot და იგი სრულიად შემთხვევით ჩავარდება მიწისქვეშეთში, სადაც ეს მონსტრები მდებარეობენ. ამ მიწისქვეშეთს აქვს მხოლოდ შესასვლელი და გამოსასვლელს ბარიერი ადევს, პირდაპირ ვიტყვი ამ ვიდეოში ამას, რადგან გექნებათ ესეთი კითხვა თუ როგორ არიან ეს მონსტრები გამოკეტილები თუ ამ თას აქვს შესასვლელი. ეს იყო თამაშის ინტრო, მოკლე მიმოხილვა, მაგრამ დავამატებ იმას, რომ ეს თამაში არის multiple choice type of თამაში, ანუ მრავალი არჩევნებიანი თამაში, სადაც ფაქტობრივად თავგადასავალს თქვენ გადაწყვეტთ როგორი იქნება და ფაქტობრივად მოთამაშეს, ანუ ფაქტობრივად პერსონაჟს ვისაც თამაშობთ, თქვენ უქმნით მიზანს და თქვენ წყვეტთ იმას თუ როგორი თავგადასავალს გაატარებთ. ეს არის ამ თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწილი და მრავალი თამაში არის ესეთი, სადაც მრავალი არჩევნების გაკეთება შეიგიძლიათ, მაგრამ ეს თამაში განსხვავდება ამით, მრავალი მიზეზის გამო და ამ ყველაფერს განვიხილავ ამ ვიდეოში. მოდი დავიწყოთ საუბარი. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო შემქმნელზე, Toby Fox-ზე და საერთოდ საიდან წამოვიდა ამ თამაშის შექმნის იდეა. Toby Fox-ი არის ინდი დეველოპერი, იყო ინდი დეველოპერი იმ დროს, როცა Undertale შეიქმნა და მას უნდა შეიქმნა განსხვავებული თამაში, განსხვავებული RPG თამაში, თავის დროზე, როდესაც იგი თამაშობდა RPG თამაშებს, როგორც არის მაგალითად Earthbound არის Toby-ის საყვარელი თამაში, დიდი ინსპირაცია მოახდინა მის დეველოპერის კარიერისადმი და ერთადერთი უნდა შეიქმნა განსხვავებული ტიპის თამაში, იმ განხრივ, რომ უმეტეს RPG თამაშებში პერსონაჟები იყვნენ ფაქტობრივად არაცოცხლები და როდესაც მთავარი პერსონაჟი მაგალითად ცდილობდა შებრძოლებას და ასე შემდეგ, ეს და იგივე ტიპის ავატარი ჰქონდათ ამ NPC-ებს მაგალითად, საუბარი არ შეგეძლო და ხოლმე თქვენი გამოსავალი იყო ბრძოლა, მათი მოკლა, ლეველის აწევა, ფულის აღება მათგან, ლუთის მოპარვა და ასე შემდეგ. ხოლმე ეს იყო უმეტეს RPG თამაშებში. მაგრამ Toby-ს ესეთი აზრი ჰქონდა და აზრი ის იყო, რომ მას უნდა რომ შეექმნა ცოცხალი სამყარო, სადაც ყოველივე ჩვენი NPC, non-playable character-ი, ანუ პერსონაჟი, რომელსაც ჩვენ არ ვთამაშობთ, ყოფილიყო ცოცხალი. ანუ პერსონაჟი, რომელიც შეხვდებოდა თამაშში, ფაქტობრივად ისინი კი არ იყვნენ NPC-ები და ბოტები და მყრები. არა, ისინი იყვნენ როგორც აი თქვენ ცხოვრობთ
უყურებს მაგალითად ბრძოლის გარეთ ან რაღაც მეგობრებთან ატარებ დროს ან მშობლებთან ატარებ დროს ან ასე შემდეგ ესეთი პერსონაჟების შექმნა უნდა, რომელიც იდეალურად შეძლო. თქვენ ამ თამაშს რო ითამაშებთ, დამიჯერეთ, უფრო მიხვდებით იმას, რასაც გეუბნებით. შეიძლება ეხა ესე არ ჟღერდეს ლამაზად, მაგრამ დამიჯერეთ რო ითამაშებთ, თუ გაქვთ ნათამაშები საერთოდ, მიხვდებით იმას, თუ რას ვამბობ ახლა. თითოეული პერსონაჟი ამ თამაშში არის ცოცხალი და როდესაც მათთან ატარებთ დროს, თითქოსა და თქვენ თამაში კი არ ატარებთ დროს, არამედ სხვა ტიპის ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვანაირად აზროვნებენ, სხვადასხვანაირად ამყარებენ თქვენთან კომუნიკაციას, ურთიერთობას და ასე შემდეგ. თითოეულ პერსონაჟთან, რომ გამეგობრდეთ, გიწევს სხვადასხვანაირად მოქცევა და არა მარტო მათ პიროვნებაში შარժდომა, ასევე შეგიძლიათ თქვენებურად გაიქცეთ. გაქცევა არ არის ჩმორული არჩევანი, გაქცევა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ფაქტობრივად თქვენ იმისთვის, რომ რაღაცა არ დაუშავოთ, თქვენს ეგოს, პრაიდს და თავმოყრობას ასე შემდეგ ყველაფერს აგდებთ და გარბი ხართ იმისთვის, რომ არ იბრძოლოთ. მიხვდებოდით ახლა ჟანრას დაახლოებით, ამ თამაშში როგორც გითხარით, თავგადასავალი, თქვენი გადასაწყვეტია თუ როგორი იქნება. ამ თავგადასავალში შეგხვდებათ სხვა ტიპის NPC-ები, რომლებთანაც გიწევთ ბრძოლა და თქვენი გადასაწყვეტია თუ ვის შეებრძოლებით, ვის დაუმეგობრდებით, ვის გაიქცევით და ასე შემდეგ. ვის როგორ ესაუბრებით, ბევრი რაღაცა არის ძალიან ამ თამაშში და არავის არ მოусმინოთ, ვინც ამბობს იმას, რომ აი იცით, მარტო პაციფიზმი არის სწორი გზა, იცით, თამაშს თუ დაიწყებთ, პირდაპირ პაციფიზმით დაიწყებთ. არ მოусმინოთ ამას. თამაშს დაიწყებთ ისე როგორც თქვენ გინდათ და თქვენ ამ თამაშიდან უნდა ისწავლოთ ის, თუ როგორ მიაღწიოთ თქვენ სასრულო დასასრულს. მოკლე მიმოხილვის მოსმენიდან გამომდინარე მიხვდებოდით იმას, რომ მთლიანი თამაშის ერთ კატეგორიაში ჩაყრა არ შემიძლია, იმიტომ რომ იმდენი დეტალი აქვს ამ თამაშს, რომ აქეთ-იქით მივედები და ვერ ვჩერდები იმის ლაპარაკობ. ამის გამო გავაწყვიტე, რომ დამეწერა ესე რომ ვთქვათ სკრიპტი ამ ვიდეოსი და დამეყო ეს ვიდეო მრავალ კატეგორიებად, სადაც თითოეულ კატეგორიაში განვიხილავ თითოეულ ნაწილს ამ თამაშის და აგიხსნით იმას, თუ რატომ არის ამ და ამ მხარეში ძლიერი და რატომ მომწონს ესა და ის ნაწილი. ასევე კიდევ ერთ რაღაც ვიტყვი, როგორც ხედავთ, კიდევ ერთ სათქმელი მაქვს ამ მოკლე მიმოხილვაში. ყოველ მუსიკას, რასაც გაიგებთ ამ ვიდეოში, არის Undertale-დან და ერთ-ერთი კატეგორიაც იქნება მუსიკა, რადგან ამ თამაშს აქვს არაჩვეულებრივი მუსიკები, არა მარტო მოსასმენად, ასევე თვითონ თამაშის სიუჟეტზე ისე მოქმედებს ეს მუსიკები, რომ ცალკე კატეგორიას უკეთებ. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო პერსონაჟზე, რომელსაც ქვია Flowey და რადგან ეს ვიდეოები მოიცავს სპოილერებს, ვიტყვი პირდაპირ, რომ მინდა ვისაუბრო Azriel Dremouze, Asgore-სა და Toriel-ის შვილზე. ეს პერსონაჟი არის ყველაზე ძლიერი პერსონაჟი მთლიან თამაშში, ჩემი აზრით და იმისგან მიუხედავად, რომ მას ფაქტობრივად შუა თამაში, არ ვამბობ თავიდან ბოლომდე, აქვს თითქმის არანაირი მომენტი თავისი, იმდენ რაღაცას აკეთებს და იმხელა გავლენა აქვს თამაშზე, რომ იგი არის ფაქტობრივად მთავარი ანტაგონისტი. პირველ რიგში მოდი ვისაუბროთ ნეიტრალისა და პაციფისტის რუტის Flowey-ზე და შემდეგ ვილაპარაკებ გენოციდის Flowey-ზე და ასევე იმასაც გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ თითოეული რუტი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ამ თამაშში. არ ვიცი რატომ, არა ზოგი ამბობს იმას, რომ გენოციდი საერთოდ არ უნდა ითამაშოთ. კი, ანუ თამაშის ერთ-ერთი მთავარი აზრი ის არის, რომ გენოციდი ცუდია და ინფორმაცია გწყურს ფაქტობრივად და გვაინტერესებს აი იქ რა მოხდება, რო ვიზავთ და აქ რა მოხდება, ამას რო ვიზავთ და ასე შემდეგ. ეს ყველა აზრი ვიცი მეც, მაგრამ ყველა არ შექმნა ტობიმ ეს გენოციდის რუტიც უნდა იყოს აქ, რადგან მრავალი პერსონაჟის სიღრმისეული მხარეები გვხდება და ფაქტობრივად Sansi იმიტომ არის ერთ-ერთი iconic და ცნობილი პერსონაჟი, რომ გენოციდის რუტი არსებობს. მოკლედ გავაგრძელოთ Flowey-ზე საუბარი. Flowey გვხდება ინტროში და იგი ფაქტობრივად გვასწავლის თამაშის ელემენტარულ მექანიკებს, თუ რა არის მაგალითად ჩვენი
გული, რასაც ვაკონტროლებთ, რა არის HP, რა უნდა ავაცილოთ და ასე შემდეგ. მაგრამ twist-ი ის ხდება, რომ იგი ფაქტობრივად ჩვენს მოკლას ცდილობს და ჩვენი სულის მოპარვას. მისი introduction-ი მე რო პირველად ვითამაშე იყო მოულოდნელი და შემეშინა კიდეც, იმიტომ რომ მეთქი ტუტორიალია თქო და დაუჯერებ მეთქი ეს ყველა თამაში ხო ტუტორიალია, მაგრამ ამ თამაში ტუტორიალი განსხვავებული არის პირდაპირ ცდილობს პერსონაჟი ჩვენს მოტყუებას და ჩვენს მოკლას, მაგრამ გამოჩნდება მორიგი ახალი პერსონაჟი, რომელიც გვიხსნის ამ ვითარებიდან და ამ პერსონაჟს ქვია ტორიელი. თუ მის სახელს დავუკვირდებით, მისი სახელი არის ტუტორიალის შემოკლებული ვერსია და იგი ფაქტობრივად ამ თამაშის ტუტორიალის სახეა. ეს პერსონაჟი რომ ავხწეროთ, არის კეთილი, მოსიყვარულე და ჩვენი პერსონაჟის ფაქტობრივად დედის ფიგურა. სხვა თამაშებში ზოგადად ტუტორიალის პერსონაჟები არასდროს არ არიან დასამახსოვრებლები, მაგრამ ამ თამაშში ტუტორიალის პერსონაჟიც არის უძლიერესი, რომელიც თამაშის ბოლომდე მოყვებათ, რადგან ამ თამაში ტუტორიალის სიმბოლო არის ფაქტობრივად შობელი, რომელიც თავის შვილზე ნერვიულობს და რომელიც თავის შვილს აყენებს სწორ გზაზე. ტორიელიც ასე იქცევა ჩვენი მთავარი პერსონაჟისადმი და იგი ფაქტობრივად ასწავლის თამაშის მნიშვნელოვან მექანიკებს, რომლებიც შედის პაზლების ამოხსნა, დაბრკოლებების გადალახვა, მაგრამ ამ თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილი არის პაციფიზმი. იგი გვიხსნის იმას, რომ როდესაც გადავეყრებით სხვა მონსტრებს, არ არის აუცილებელი ოპონენტისადმი ხელის აწევა და მათი მოკლა ან მათზე ძალადობა, შეგვიძლია რომ პირდაპირ შევინდოთ. და ეს არის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი, რადგან ფაქტობრივად იგი გვაყენებს სწორ გზაზე და ის რომ არა, ჩვენ ვითამაშებდით ამ თამაშს არასწორად. ეს ამტკიცებს იმას, რომ იგი არის დედის სიმბოლო კიდევ ერთხელ, რომელიც შვილს აყენებს სწორ გზაზე და ეს პერსონაჟი, როგორც გითხარით, მოყვებათ ბოლომდე, ამაზე ვისაუბრებ შემდეგაც, რადგან ბოლოში ხდება ის ვითარება, რაც უნდა განვიხილო, მაგრამ დაუბრუნდეთ ამ ვითარებას. ეს პერსონაჟი ცდილობს, რომ დაგვიტოვოს სახლში, მიწისქვეშეთში და კვირდება იმას, რომ იგი იქნება ჩვენი დედის ფიგურა, ესე რომ ვთქვათ, კვირდება იმას, რომ კარგ დროს გაგვატარებინებს მასთან ერთად და კვირდება იმას, რომ ყურადღებას არ მოგვაკლებს და სითბოს არ მოგვაკლებს. მაგრამ ჩვენი პერსონაჟი არის დეტერმინირებული იმაზე, რომ დაბრუნდეს ზედაპირზე და თავის სახლში, ამის გამო უარყოფს იმას, რომ მასთან გაჩერდეს და აქ ხედავთ ტორიელის სხვა სახეს, ტრავმირებულ სახეს, ასე რომ ვთქვათ, რადგან ამ ადგილს ვერც ერთი ადამიანი ვერ ტოვებდა. იგებთ იმ დეტალს, რომ ჩვენ გარდა წარსულში სხვა ბავშვებიც ჩამოვარდნენ და ამ ბავშვების სიცოცხლე მიწისქვეშივე დასრულდა. იგი ფაქტობრივად ცდილობდა ჩვენს სხვანაირად გადარჩენას და სხვანაირად დაცვას და ესეც არის დედობრივი ინსტინქტი და აი ტუტორიალის განსხვავებული სახე. კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას. შესაძლოა ბრძოლის პროცესს რომ უყუროთ, იფიქროთ, რომ ანუ როგორ არის ის დედის ფიგურა, როდესაც იგი შეტევებს გვიხორციელებს და ჩვენს მოკლას ცდილობს. მაგრამ როგორც გითხარით, ეს თამაში არის ყველანაირად განსხვავებული. უნდა დავაკვირდეთ ბრძოლას, რომ მივხვდეთ თუ მისი мотиваცია რა არის რეალურად. თუ დავაკვირდებით მის შეტევებს, იგი მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი შეტევები ჩვენ აგვარიდოს და არ მოგკლას ფაქტობრივად. ამ ვიდეოსაც გამოვაჩენ, სადაც ეს ხდება და ვიტყვი იმას, რომ ამ პერსონაჟთან წაგება არის შეუძლებელი, რადგან ეს პერსონაჟი როგორც გითხარით, უბრალოდ გვაშინებს, რომ დავბრუნდეთ უკან და არ გკლავს. მაგრამ თუ თქვენ ძალიან ეცდებით, მოკვდებით, თუ მოგინდათ ახლა შეახტებით მის შეტევებს და მოკვდებით და თუ ძალიან კარგად დააკვირდებით, 0.01 წამში ჩანს მისი რეაქცია იმის შემდეგ, რაც თქვენ აკვირდებთ და ამასაც გამოვაჩენ ვიდეოში. ეს ყველაფერი იმიტომ გაჩვენეთ, რომ დაგიმტკიცოთ ის, რომ ეს ჩვენი პერსონაჟი არ არის ბრუტალური და არ არის ბავშვის მკვლელი. იგი უბრალოდ ცდილობს, რომ დაგვიცვას იმ საფრთხეებისგან, რაც გველის სახლში დაბრუნების დროს და ესეც არის ერთ-ერთი ლამაზი მხარე ამ პერსონაჟის. ასევე ეს პერსონაჟი კი გვასწავლიდა პაციფიზმს, მაგრამ მოთამაშის რეალური პირველი დაბრკოლება არის თვითონ აი ეს ტორიელი. იმიტომ რომ მოთამაშე როდესაც ებრძოლებოდა სხვა ოპონენტებს, მათი პაციფიზმი ზედმეტად მარტივი იყო, უბრალოდ გიწევდათ 1-2 სიტყვის თქმა
ან HP-ს დაკლება რაღაცა დონეზე, რომ შეშინებოდნენ ისინი და შეგეძლოთ პაციფიზმის. ყველა მონსტრზე არ არის, მაგრამ მახსოვს რომ ბევრ მონსტრზე შეგიძლიათ ამის გაკეთება. ან გაქცევა შეგეძლოთ. დავუბრუნდით ისევ თემას, ტორიელის ბრძოლას. ის არის ჩვენი პირველი დაბრკოლება იმისათვის თუ როგორ დავინდოთ ის და როგორ ვიბრძოლოთ ისე რომ არ მოვკლათ და ეს არის ჩვენი პირველი ბოსი რეალურად. განსხვავებული ბოსი, რომელსაც ჩვენ არ ყლავთ, არა, ჩვენ ვცდილობთ ის რომ შევინდოთ, მაგრამ იგი ჩვენი პაზლივით არის, ასე რომ ვთქვათ. საუბრის დროს იგი პასუხს არ გვცემს, როდესაც პაციფიზმის ღილაკს ვაჭერთ, არაფერს არ ამბობს და აი აქ მოთამაშე იბნება, რადგან როგორც ყოველივე პერსონაჟს ისე ვერ ვახერხებთ რომ დავინდოთ. და აი აქ იქნება განსხვავებული თამაშის მექანიკა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ნუ ეს არის თამაშის ჩემი აზრით სწორი ინტერპრეტაცია, რომ უნდა ვეცადოთ ყველანაირად რომ იგი დავინდოთ და ეს არის დეტერმინაციის ნაწილი, ესეც არის თამაშის ნაწილი, რომელზეც ვისაუბრებ ამ ვიდეოში და ჩვენი დეტერმინაციის მეშვეობით, რომ აი ახლიდან მოკკლა, ახლიდან დავიწყეთ. ვერ დავინდეთ, ახლიდან ვესწრებით და არ ვნებდებით იმას, რომ იგი დავიმეგობროთ ესე რომ ვთქვათ ბჭყალებში, რომ პაციფისტურად მოვაგვართ კონფლიქტი, არ ვნებდებით ამას და ეს არის ჩვენი უძლიერესი მხარე პერსონაჟის, რომელიც არის კიდევ ერთხელ დეტერმინაცია. ვახერხებთ ესე რომ ვთქვათ დეტერმინაციის მეშვეობით მის შენდობას და პირველი ეტაპის ასე დამთავრებას თუ პაციფიზმით ვამთავრებთ. ასევე არის ვარუტების ნეიტრალის და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ რიგში მინდოდა ვისაუბრო ტორიელზე და დაახლოებით სხვადასხვა ტიპის მექანიკებზე, რომ მივხვდარიყავით ამ თამაშის თავი არსების ნაწილს, ესე რომ ვთქვათ. ვისაც გაქვთ თამაშები, ფაქტობრივად გაგახსენეთ ყველაფერი. მაგრამ როგორც გითხარით, ამ თამაშს აქვს მრავალი რუტი, არა მარტო პაციფიზმის, ასევე აქვს ნეიტრალი და გენოციდიც და აი ამ ყოველივე გადაწყვეტილებაში ყოველივე რაღაცა უთქამიან, ანუ რეზულტატი დევს. მაგალითად, ჩვენ თუ მოვკალით ტორიელი და მერე ვინანეთ ეს გადაწყვეტილება და დავარესეტეთ, ანუ გადავიდით უკან და გადავტვირთეთ თამაში, როგორც ყველა თამაში ხდება და შემდეგ დავინდეთ ტორიელი, აი აქ ხდება ჩვენი პერსონაჟი ფლაუი, რომელზეც ვაპირებდი განხილვას, აი აქ გამიხილავ ხა კიდევ და იგი ფაქტობრივად ჩვენ დაგვცინის და გვეუბნება რომ იცი, მე ვიცი შენაც გააკეთე, მაგრამ შენ გონია რომ ფაქტობრივად შენ გადახვედი უკან და წაშალე შენი მოქმედება, მაგრამ არა, შენი დანაშაული რომ ის მოკალი იგი არსებობს და ეს დანაშაული არ გაქრება. ეს არის არ ვიცი, მე გამოვუცა მაგალითად აი ამ მომენტმა, სადაც ფაქტობრივად თამაში უკან დაბრუნებაც არის ამ სამყაროს ფუნქცია და ფაქტობრივად არის ერთი პერსონაჟი, რომელიც მეოთხე განზომილებას ეხავს და ჩვენს ყოველივე მოქმედებას თავიდან ბოლომდე დეტალურად აკვირდება. ამას არ ვამბობ არა მარტო ტორიელზე, ნებისმიერი მონსტრი რომ მოკლათ, უბრალო იმპისიც რომ მოკლათ, ფლაუი ამაზე კომენტარს აკეთებს და თვალს არ ხუჭავს ამაზე. იგივეს თქვა შემიძლია იმაზე, რომ პაციფაის გავუკეთებთ ყველა მონსტრს, ამაზეც აკეთებს კომენტარს. ფლაუის აზრით სამყარო არის მოკლაზე ან ყველობაზე, kill or be killed. ეს არის მისი მენტალიტეტი და ეს მენტალიტეტი მოდის თამაშის ბოლომდე და ჩვენ რომ ვეწინააღმდეგებით ამ მენტალიტეტს, ფლაუი ვერ ეგუება ამ ფაქტს და უკვირს ძალზედ. ესეც განსახილველი თემატიკა არის, რომელსაც განვიხილავ ვიდეოში და ჩვენი ყოველი გადაწყვეტილებას აქვს აზრი და მე არ ვამბობ თამაშის ვითარების დროს, მე გეუბნებით თამაშის გადატვირთის შემდეგაც კი აქვს აზრი. ყოველივე პატარა დეტალს, რასაც ვაკეთებთ, აქვს უდიდესი მნიშვნელობა და სწორი არჩევანი უკვე თქვენზე არის დამოკიდებული თუ როგორ ითამაშებთ. სწორ არჩევანს ან ფაქტობრივად თქვენ უნდა აღიქვამდეს და თქვენ უნდა წყვეტეთ რა არის. იქ რომ კითხულობთ ინტერნეტში რომ პაციფიზმი არის სწორიო, ეგ არის ვიღაცის კონკრეტული აზრი, შეიძლება ვიღაცა ფსიქოპატისთვის გენოციდი იყოს ნამდვილი გზა და ნამდვილი არჩევანი. მაგრამ ჩემი აზრითაც ისტორიას რომ დავაკვირდეთ, ყველაზე კარგი და სწორი არჩევანი მორალურად რა თქმა უნდა არის პაციფიზმი, მაგრამ გენოციდის და ნეიტრალური რუტები ძალიან მომწონს, რა თქმა უნდა, ამ ყოველფერს განვიხილავ. მოკლედ, ეს იყო ტორიელის განხილვა. არ დამისრულებია კიდე, მინდა გთხოვოთ რომ დაიმახსოვროთ ტორიელის მუსიკა, რადგან მომავალში გავიმეორებ ამაზე რაღაც ფაქტს გეტყვით და მოდი გადავიდეთ ახლა
სნოუდენის არკაზე. სნოუდენი არის თოვლიანი ადგილი და ქალაქსაც პატარა ქალაქი არის, ესე რომ ვთქვათ, სნოუდენში. სნოუდენი ქვია პირდაპირ ქალაქს. მრავალი ახალი პერსონაჟი გვხვდება, მრავალი ახალი NPC გვხვდება, მაგრამ მთავარი NPC-ები, პერსონაჟები გამოირჩევიან. NPC-ებს ვეძახი, მაგრამ ისინი იმდენად ცოცხლები არიან ამ თამაში, რომ NPC-ებად არ აღვიქვა პირადად. გვხვდებიან ახალი პერსონაჟები, რომელსაც ქვიათ სენსი და პეპაირუსი. ისინი არიან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟები მთლიან Undertale-ში, Sans-ი განსაკუთრებით და იმსახურებენ ამ რეპუტაციას და მინდა რომ განვიხილო ეს ორი პერსონაჟი, რადგან ჯერ ერთ-ერთი ძალიან კარგად დაწერილი პერსონაჟები არიან და ასევე ძალიან ძლიერი პერსონაჟები არიან ორივე თავისებურად. და პირველ რიგში მინდა დავიწყო პეპაირუსზე ლაპარაკით. პეპაირუსი არის თლიან თამაში ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ჩემთვის და ფანდომისთვისაც ყველაზე თბილი პერსონაჟი, даже ტორიოზე თბილიც არის, ყველაზე კეთილი პერსონაჟი არის და იგი თლიანი თამაშის განმავლობაში, აი როგორი გზაც არ უნდა ავირჩიოთ, სულ რომ ყველაზე მოკლა გადავწყვიტოთ, ცდილობს რომ პაციფისტურად მოაგოროს ყველაფერი. და მე არ გეუბნებით, აი უბრალოდ მორალი აქვს ესეთი, არ მორალიც აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ გულით ცდილობს რომ კარგი გააკეთოს სულ და ცდილობს რომ ყოველთვის რაღაც კარგი გვასწავლოს. მართლა ფიქრობს იმას, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანს შეუძლია თავის შეცვლა უკეთესობისკენ და ყველა სადმე აქვს ჩვენს პერსონაჟს პეპაირუსს იმედი რომ შეიცვლება. რაც რეალურ ცხოვრებაშიც გვაძლევს იმის мотиваციას, რომ ყოველთვის უკეთესობისკენ გავიწიოთ. ეს პერსონაჟები რო გვხვდებიან, გარკვეულები არიან რა თქმა უნდა, ნუ სენსი არა, მაგრამ პეპაირუსი, იმარგან ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში არ შეხვედრიათ მათ და ხვდებიან მაინც თბილად, იმის და მიუხედავად რომ მათი რეალური მოვალეობა არის რომ დაგვიჭირონ ჩვენ და მივიყვანონ Royal Knight-ებთან, Royal Knight-თან, ისე Royal Knight-ები არიან, მაგრამ თამაში ჩანს ერთი Royal Knight-ი, ნუ მივიყვანოს მეფესთან და რა თქმა უნდა, მიზანსაც გეტყვით მე რატომ უნდა მივიყვანონ მეფესთან, რატომ უნდა დაიჭირონ ადამიანი თალკე სხვა თემა არის ეს, ამას მე გამიხილავ და იმის და მიუხედავად რომ მათ კოდექსში და მათ წესებში შედის რომ ადამიანი აუცილებლად დაიჭირონ, ამას არ აკეთებენ და ხვდებიან თბილად კიდევ ერთხელ პაზლებით ხვდებიან, რომლებიც უნდა ამოხსნათ და ამ პაზლების ამოხსნის პროცესში ამ პერსონაჟებს ფაქტობრივად ვეცნობით. რაც აგიხსენეთ პეპაირუსზე, მან ვიგებთ ამ ყველაფერს, იგი არის საკმაოდ კომიკური პერსონაჟი, საკმაოდ თბილი პერსონაჟი კიდევ ერთხელ და მის შესახებ, ანუ მის ყველაზე მაგარ მხარეებს ნახულობთ მისივე ბრძოლაში. დიახ, მასაც თავისი ბრძოლა აქვს, მაგრამ ბრძოლას ვერ დაუძახებთ ამას. როგორც გითხარით, ამ თამაში ბრძოლა სხვა რაღაცა არის. ბრძოლის პროცესში იგი ფაქტობრივად რაღაცა დიალოგს გვიწყობს და აქეთ-იქით სხვადასხვა მუმენტებს გვანახებს, გვესაუბრება, გვეხუმრება და იგი ფაქტობრივად ცდილობს რომ დაგვიმეგობრდეს. ახლა ვიტყვი ფაქტებს ამ ბრძოლის პროცესში, რაც დაამტკიცებს და გაამყარებს ჩემს არგუმენტს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამ ბრძოლის დროს ბევრჯერ თუ მოკლებით, პეპაირუსი ავტომატურად ფესიფაის გაგიკეთებთ და დაგინდობთ და ასევე სიკვდილი არ შეგიძლიათ აქაც. რამდენჯერაც ძირს დავარდებით, ვითომ გამოგკეტავთ პეპაირუსი, მაგრამ არ გამოგკეტავთ, გაძლევთ დაბრუნების საშუალებას და ბრძოლის გაგრძელების საშუალებას, რომელსაც არც ერთი პერსონაჟი არ აკეთებს. ასევე თამაშის დროს მრავალი მოთამაშე აღიქვავს ამ პერსონაჟს, როგორც მიამიტად და დებილად, მაგრამ ესე არ არის. უბრალოდ იგი არის პოზიტიური, ესე რომ ვთქვათ და თავისებური. იმის გამო რომ იგი პოზიტიურად იქცევა, ის არ ნიშნავს რომ დებილია, მას აქვს გააზრების უნარი თუ მის გარშემო რა ხდება, როდის ხდება, როგორ ხდება და ასე შემდეგ, მაგრამ სხვანაირად აღიქვას, სხვანაირად რეაგირებს და სხვანაირად გამოხატავს თავის ემოციებს, რომელსაც ლამაზად აღვიქვა, ლამაზად გამოხატავს მის ემოციებს და ვფიქრობ რომ იგი არის სამოტივაციო პერსონაჟი იმისთვის, რომ ჩვენც პოზიტიურები ვიყოთ და პოზიტიურად გამოვხატოთ ყველაფერი. ნებისმიერ ტიპის ადამიანს მივუდგეთ პოზიტიურად და ნებისმიერ სიტუაციაში ვიყოთ ოპტიმისტურები, როგორც ჩვენი პეპაირუსია. ასევე მინდა გითხრათ ის, რომ იგი ძლიერია ფიზიკურადაც და შეუძლია რაღაც მხრივ ანდაინსაც გაუტოლდეს, რა თქმა უნდა, ანდაინი პირველად ძლიერია, მაგრამ ანდაინი ფაქტობრივად აფასებს მას და ამბობს, რომ ძლიერია. მაგრამ ერთადერთი მას რაინდობაში ხელს ისუშლის, რომ იმდენად კეთილი პერსონაჟია, რომ წერსაც არ გაჭლიდავდა.
რაც რა თქმა უნდა რაინდობისა და როიალ ნაითობის კვალიფიკაციაში არ შედის. პაციფიზმი არ შეიძლება ამ სფეროში და ამ დროს მინდა ვისაუბრო ასევე სანსზე. რა თქმა უნდა სანსზე მერეც ვისაუბრებ და ფეფაირუსზეც მერე ვისაუბრებ. იმას ვიტყვი რომ მინდა რომ ფეფაირუსის მუსიკას დაიმახსოვროთ, რადგან ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალ ვიდეოში, ამას აგიხსნით რატო. ან და ბარემ ეხლა აგიხსნით მნიშვნელოვან რაღაცას მუსიკის განხრივ. ამ ვიდეოშივე ფაქტობრივად ვაყალიბებ ჩემს აზრებს რა გითხრათ და ეს აზრი ის არის რომ ყოველივე პერსონაჟს აქვს თავისი მუსიკა და ყოველივე პერსონაჟის ემოცია გამოიხატება მუსიკით. არა მარტო ტორიელის და ფეფაირუსის, ყველა პერსონაჟს აქვს თავისი მუსიკა, მთავარ პერსონაჟებს რომელსაც ვებრძოლებით და ამ მუსიკაში დევს ეს ემოციები. ამაგეთებს განახებთ ნელ-ნელა, ახლა არ მინდა განახოთ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ შემდეგ დახასიათებებს უფრო დაუჯდება ისე რომ ვთქვათ ეს მუსიკები, ამიტომაც უყურეთ ვიდეოს რომ გაიგოთ კარგი მაგალითები. ახლა მინდა ვისაუბრო ყველა აიკონიკ პერსონაჟზე, სანსზე, ყველას უყვარს ეს პერსონაჟი, მაგრამ ვფიქრობ რომ არასწორი მიზეზების გამო უყვართ ეს პერსონაჟი და ამასაც გეტყვით რატო, მაგრამ ჯერ მინდა ვისაუბრო სნოუდენში როგორი პერსონაჟია იგი, ამას გეტყვით რატო, იმიტომ ამბობ რომ უმეტესი თამაშის თავარი მომენტები არის ბოლოში, მაგრამ რა თქმა უნდა, თავარი მომენტები ეხაც არის, მერეც არის და ასე შემდეგ, მაგრამ შეჯამების დროს უფრო კარგად აგიხსნით იმას თუ რატო ფიქრობ ასე ან რატო ფიქრობ ისე, ჯერ ხომ უნდა გაიგოთ ამ პერსონაჟზე ფუნდამენტი. მნიშვნელოვანი ნაწილები რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ამიტომაც გავაგრძელოთ ვისაუბრებ სანსზე. სანსი არის ყველა საყვარელი პერსონაჟი ჩემი აზრით და ზოგს სწორი მიზეზების გამო უყვარს და ზოგს არასწორად აქვს ეს პერსონაჟი გააზრებული და ამასაც კიდევ ერთხელ აგიხსნე რატო. სანსი არის მორიგი კომიკური პერსონაჟი. თავიდან თითქოსად იგი ჩვენ შეშინებას ცდილობს, მაგრამ ის სასაცილო სცენა აქვს თავიდან ხელს რო გვართმევს. და აქ პირდაპირ ჩანს ერთ-ერთი ფიტ, ესე რომ ვთქვათ, სანსის, რომელსაც შეამჩნევთ მეორე რეზეტის დროს, ანუ თუ თამაშს ჩატვირთავთ ახლიდან და მიხვალთ სანს და მეორედ, ანუ გაცნობის დროს, ხელს როცა ჩამოგართმევთ, სახეზე გეტყვით, რომ ანუ როგორი სახე გაქვთ მიღებული თითქოსა და ადრე ნანახი ყავდიო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სანს შეუძლია სახიდან პერსონაჟის ამოკითხვა და მერე ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ სახიდან face expression-იან აზრის ამოკითხვას. ამასაც მერე აგიხსნით რატო. ან ეხლა აგიხსნით ბარემ ეს იმის ნიშანია რომ მას შეუძლია ფაქტობრივად ჩვენი ჩატვირთვების წაკითხვა სახიდან გამომდინარე ხვდება იმას თუ რა გქონდა ნანახი, რა ემოციას გგრძნობთ, რას აღვიქვავთ, რას ფიქრობთ და ასე შემდეგ. უბრალო სახის გამომეტყველებით. ეს უკვე აღნიშნავს იმას თუ როგორი ინტელექტუალურია სანსი და ინტელექტუალური არ ნიშნავს იმას რომ სერიოზულია მაინც არა. ისეთივე კომიკური არის როგორც ფეფაირუსი, სულ ხუმრობებით გველაპარაკება, სულ პაზლებით გამოხატავს თავის აზრებს ესე რომ ვთქვათ და ისიც გამოირჩევა თავისივე განსაკუთრებული ატრიბუციით, როგორც ფეფაირუსი არის სიკეთით, სანსი გამოირჩევა სიზარმაცით და ფეფაირუსი ხუმრობს ამაზე სულ რომ აი ზარმაცი ხარ და ამას როგორ აკეთებ და ასე შემდეგ, მაგრამ სანსი ეგეთია უბრალოდ, ზარმაცია და ამას ორნაირი მხარე აქვს, კარგი და კომიკური მხარე რომ უბრალოდ საშუალო ადამიანია, ყველა ადამიანი თავისუფლად ზარმაცია, მაგრამ ასევე მის სიზარმაცესაც აქვს ბნელი მხარე და ამ ბნელ მხარეს ხედავთ გენოციდის რუდში. ჩვენს წინააღმდეგ იგი ფაქტობრივად ვერაფერს ვერ აკეთებს, რა თქმა უნდა რაღაცას აკეთებს და მაგის გამო არის აიკონიკ, მაგრამ ჩვენი ძალისადმი და პირდაპირ ვიტყვი რომ ეს ძალა არის წარსულში დაბრუნება, დიახ, ჩვენ რომ შეგვიძლია რესეტის გაკეთება და რაღაცა ცვლილებების შეტანა და შეცვლა, ეს არის ამ სამყაროს ძალა, რომელიც არის დეტერმინაცია და რომელსაც აუხსნი ვიდეოში, რადგან ეს ძალა გვაქვს, იგი ფაქტობრივად იმედ დაკარგულია და აი ესეთი ზარმაცი მაგიტოა. მეორე მხარე ეს აქვს. მაგრამ ეს არ ჩანს ან ნეიტრალს, ან პაციფის რუდში, ეს ჩანს ხოლმე გენოციდის რუდში კარგად. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ ნეიტრალ ან პაციფის რუდში, რომ იგი ზარმაცი იმიტოა, რომ ზარმაცია და
ცუდი მხარე დავივიწყოთ ესე რომ ვთქვათ ფაქტობრივად, მაგრამ ვერ დავივიწყებთ ამას, იმიტომ რომ რაღაც თეორიები ტრიალებს, რომ Undertale-ის და Deltarune-ის საყვარლო დაკავშირებულია, ნუ ეს სხვა თემა არის უკვე და ამიტომაც გავაგზავნოთ ისევ Undertale-ზე ლაპარაკი. ასევე ვეცნობით სხვა NPC-ებს, მრავალსაყვარლო NPC-ებს, სხვა შორის აი ხა განახებთ რამდენიმეს. მაგალითად, ხა სახელები არ მახსოვს, მაგრამ წყვილი ძაღლები, ორი წყვილი ძაღლი არიან და ცოტა რთულია მათ შენდობა, მაგრამ მახსოვს მე რომ რაღაც სასაცილო სცენა აქვს, ნავით მიდიან თუ არ ვცდები და რო შევიდა რაღაც გამეღიმა, იმიტომ რომ კაიხანი მომუნდი მათ შენდობა შედარებით. ასევე არის ერთი ძაღლი, რომელსაც თუ მოეფერებით და მოეფერებით, თავი გაუდიდდება. ანუ ფაქტობრივად იმის თქმას ვცდილობ, რომ NPC-ები არ არიან რეპეტიტიურები, ანუ ინდივიდუალური NPC-ები არიან თავიანთი ატრიბუციებით, როგორც ადამიანები ვართ ჩვენებური ატრიბუციები და შესაძლებლობებით. რაც კიდევ უფრო ლამაზ ხდის სამყაროს და აი რაღაც თითქოს უნიშნელო რა, თითქოსა და აი ვიღაც იმ ძაღლის NPC-ის არსებობს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ პერსონაჟს რომ მოვკლავთ და ქალაქში შევალთ, მიხვდებით, რომ აი ამ ქალაქს რაღაც აკლია. აი ამ დეტალმა ერთ-ერთი რაღაც არის, რაც ჩემზე იმოქმედა. ეს თამაში სიცოცხლეს სულ სხვანაირად აღიქვავს საერთოდ, ისე განსაკუთრებულად აღიქვავს, რომ ემოციურად კიდევ ერთხელ მოქმედებს ჩემზე ეს. ნებისმიერი პერსონაჟი რომ მოვკლათ, ნებისმიერი უნიშნელო რო ვთქვათ ბჭყალებში, არც ერთი პერსონაჟი არ არის ამ თამაში უნიშნელო და ქალაქში შევალთ, ეს პერსონაჟი ქალაქში არ იქნება და დიალოგი აკლდება, ესე რომ ვთქვათ. რაც უფრო მეტ პერსონაჟს ვკლავთ ესეც, ქალაქი უფრო და უფრო ცარიელდება და უფრო და უფრო ტრაგიკული ხდება, ესე რომ ვთქვათ, ეს ქალაქი და უფრო პესიმისტური, მოდი ესე ვთქვათ, ან სევდიანი, აი ყველაზე სწორი სიტყვა ეს არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს რეალურ სამყაროში ზოგს უფრო დიდი გავლენა აქვს ქალაქზე და ზოგს უფრო პატარა აქვს, Papyrus-ი როგორც გითხარით, იმდენად პოზიტიური, ოპტიმისტური, კეთილი პერსონაჟია, რომ მთლიან ქალაქზე აქვს გავლენა. იმდენად საყვარელი პერსონაჟი არის იგი, რომ იგი ფაქტობრივად მთლიან ქალაქს ამხნევებს, ჭირშიც და ხილშიც, ყველანაირ სიტუაციაში იგი ახერხებს ყველას გამხნევებას და ჩვენ მას თუ მოვკლავთ, ანუ სულ რომ ნეიტრალური რუტი იყოს და სულ რომ გენოციდის რუტი იყოს, ამ შემთხვევაში ნეიტრალურ რუტს მოვიხსენიებ, რადგან გენოციდის რუტში ქალაქი ცარიელია. ქალაქში რომ შევდივართ, აი ყველა ამბობს, რომ ქალაქს რაღაც აკლია და ქალაქი უფრო ბევრად ნაკლებად ოპტიმისტურია. რაც კიდევ უფრო გვაფიქრებს იმაზე, რომ ჩვენ რომ ვზალავდოთ აი ამ პერსონაჟებზე უმიზეზოდ ფაქტობრივად მოქმედებს ამ სამყაროზე და კიდევ უფრო მეტად ცოცხლად გვანახებს ტობი ამ სამყაროს, რაც ჩემთვის ძალიან ლამაზია, ესე რომ ვთქვათ. და დიდი იმპაქტი მოახდინა ამან. წარმოიდგინეთ თამაში, უბრალოდ თამაში, რაღაცა რანდომ პერსონაჟები, რომელსაც სხვა თამაში აღვიქვავდით უმნიშვნელოდ, რაღაც ისეთი გავლენა აქვს ქალაქზე, რომ რომელიმე პერსონაჟის გაქრობის შემდეგ ქალაქის გარემოება იცვლება. ანუ თითოეულ სიცოცხლეს თავისი ფასი აქვს, ესე რომ ვთქვათ და იგივეს თქმაც შეგვიძლია რეალურ სამყაროზე, რომელიც დღეს გააზრებული გვაქვს ეგ, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება მაგნებს, აი დეპრესიულ ვითარებაში ჩვენ სიცოცხლეზე ხშირად ვფიქრობთ, ესე რომ ვთქვათ რა და ჩვენ სიცოცხლეს ფასი არ აქვს და შეიძლება დიდი გავლენა არ ქონდეს ჩემ სიკვდილს და ასე შემდეგ, მაგრამ აი Undertale რო გვანახებს იმას, თუ რამ ხელა გავლენა აქვს პერსონაჟის სიკვდილს სხვა ადამიანებზე, ანუ სხვა მონსტრებზე ამ შემთხვევაში, მაგრამ შეგვიძლია პარალელურად ადამიანებზეც აღვიქვათ, გვაფიქრებს იმაზე, რომ იცი, აი მე თუ თავი მოვიკალი მაგალითად, შეიძლება ისეთივე გავლენა ქონდეს, როგორც აი Papyrus-ი რომ მოვკალით, როგორც სხვა მოქალაქეები განიცდიდნენ. ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია. შეიძლება ეხლა ვიღაცა უყურებდეს და იცინებოდეს ამაზე, შეიძლება ეს აღიქვავდეს და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ რო ითამაშებთ, მიხვდებით ამას და იმედი მაქვს ვიღაცას შემიძლია ექნება ეს გააზრებული და იმედი მაქვს აი ამ დონეზე შეგიხოთ გულზე, ესე რომ ვთქვათ, ეს ინტერპრეტაცია არა, ფაქტობრივად ფაქტი თამაში, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ერთ პერსონაჟს რომ კლავთ და ერთ პერსონაჟს რომ აკლებთ ქალაქს, უფრო ცარიელი ხდება ქალაქი და რაღაც აკლია ქალაქს, ესე რომ ვთქვათ.
სიკვდილს სხვა პერსონაჟის განიცდიან ეს ჩვენი პერსონაჟები. არა მარტო ფეფაიროსი და მთავარი მონსტრები, არა, ნებისმიერი NPC განიცდის ხვის სიკვდილს და ეს არის ულამაზესი. პირდაპირ ვიტყვი, ულამაზესი ნაწილი თამაში. ასევე დავამატებ იმას, რომ პასიფისტის რუტზე გიწევთ ფეფაიროსთან დროის გატარება და ძალიან საყვარლობა მომენტები გვაქვს, ისე რომ ვთქვათ ამ დროს, მაგრამ ეს სცენებიც არის აუცილებელი პასიფიზმისთვის, ანუ რადგან პასიფისტურ რუტზე გავდივართ, ჩვენ გვჭირდება მთავარ პერსონაჟებთან დაკავშირება. ნუ ამის თქმა მინდოდა უბრალოდ. მოკლედ, კიდე გავფრთხილებთ იმას, რომ პირველსა და მეორე ნაწილში არის კიდე 1000 დეტალი, რომელსაც ახლა ვერ განვიხილავ, ისაც ძალიან დიდხნიანი ვიდეო გამოვა და იმდენის ლაპარაკი მიწევს, წარმოვიდგინეთ, რომ ესეც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მთლიანი თამაშის აზრები გამოვიხატოთ, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი განვიხილო საერთოდ. მეორე არკა აქ მორჩა, ეს იყო Snowden-ის არკა. ჩვენ ფეფაიროსის დანდობისა და დამეგობრების შემდეგ, რომელიც არის optional, ანუ შეგვიძლია არ დავიმეგობროთ ფეფაიროსს და გავაგრძელოთ გზა. ფეფაიროსის დანდობის შემდეგ მივდივართ ახალ ტერიტორიაზე, რომელსაც ქვია Waterfall-ი, ჩანჩქერი, მოდი ესე ვთქვათ, ჩანჩქერის არკა, ქართულად ვთქვათ, ვცდილობ ინგლისური ტერმინოლოგიები არ გამოვიყენო, მაგრამ ისეთი თამაში Undertale და იმდენი მექანიკა აქვს, რომ მიწევს ამ ინგლისური ტერმინოლოგიის გამოყენება. და თან არ მახსენდება ხოლმე ქართული სიტყვები სამწუხაროდ, მაწუხებს ეგ რომ სიტყვისკიური არ მაქვს საკმარისად სავსე. ეს არკა არის ბევრისთვის ყველაზე ნაკლებად ფავორიტი არკა, იმის შემდეგ Hotland-ის მეოთხე არკის, ანუ ვულკანის არკის შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ძალიან კარგი არკაა, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ამ არკაში ხვდებით ერთ-ერთ ჩემს საყვარელ პერსონაჟს, რომელსაც ქვია Undyne, Undyne the Undying, ანუ უკვდავი Undyne. იგი არის მეფის ყველაზე ძლიერი რაინდი, ანუ Royal Knight-ია და ერთი-ორი სიტყვით რო დავახასიათოთ, არის პრინციპული, მორალური და ასევე ლოიალურიც და ძლიერი. ძლიერს არ მომობ ფიზიკურად არა მარტო, არამედ სულიერადაც უძლიერესი პერსონაჟია. აქ შემიძლია ყველა რუტი გამიხილო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთ ადგილას ხდება ყველაფერი და არ მიწევს რაღაცების დაკავშირება. Undyne არის გენოციდში ძალიან ძლიერი პერსონაჟი, არა მარტო ფიზიკურად კიდევ ერთხელ, ასევე სულიერად და ასევე აქ აი ამ მომენტში შემიძლია დეტერმინაციას ჩაუღრმავდე. დეტერმინაცია არის ძალა, რომელიც გვაძლევს ძალაუფლებას Undertale-ში და ეს ძალაუფლება მოიცავს უკვდავებას ან თამაშის გადატვირთვას, ანუ წარსულში დაბრუნებას, მოდი ესე ვთქვათ. წარსულში დაბრუნების ძალა ქონდა Flauvis, მაგრამ ჩვენი ადამიანის დეტერმინაცია იმხელა იყო, რომ Flauvis დეტერმინაცია გადავწერეს და უკან დაბრუნება წარსულში ჩვენ შეგვიძლია Flauvis მაგივეთ. Flauvis დაკარგა ეს უნარი ფაქტობრივად. და Undyne-ს რაც შეეხება გენოციდის რუტში, ანუ გენოციდის გზაზე ჩვენ ბავშვის მოკვლას ვცდილობთ, რადგან საშუალო მოთამაშე სუსტ NPC-ს შეხედავდა როგორც უფასო XP-ს და ფულს, ანუ XP experience point, მოდი ესე ვთქვათ, ან ქართულად რომ ვთქვათ, ლეველის ასაწევი ქულა. ვცდილობთ ბავშვის მოკვლას, მაგრამ როგორც გითხარით, ჩვენი რაინდი არის პრინციპული და როგორც რაინდი თავის მოქალაქეს დაიცავს, რომ თავის გაწივა მოუწიოს. ასეც იზავს Undyne გადაიფარება ამ ბავშვს და კრიტიკულ ზიანს მიიღებს, რის გამოც საშუალო მონსტრია, საშუალო ადამიანი მოკვდებოდა, მაგრამ იმხელა დეტერმინაცია აქვს იმისადმი, რომ ჩვენ გაგვაჩეროს, ანუ საფრთხე, რომელიც გენოციდს ატარებს, საფრთხე, რომელიც ყველა სოციალ არსებას კლავს, რომელიც ეღობება, იმხელა დეტერმინაცია აქვს, რომ გაგვაჩეროს ესეთი საფრთხე, რომ სიკვდილსაც უარყოფს. ზოგადად ის მუსიკა, რაც აქვს დატვირთული Undyne-ს, რომელსაც ახლა მოგასმინებ და ის სცენა, რაც აქვს დატვირთული Undyne-ს, ესეთი სცენა და ესეთი მუსიკა აქვს ხოლმე ჩვენს თავარ პერსონაჟს, ნებისმიერ თამაში, ფილმში, ანიმეში რა მნიშვნელობა აქვს. ეგეთი სცენა აქვს დატვირთული, სადაც უფრო ძლიერდება ჩვენი პერსონაჟი და აი ესეთი მუსიკა სიმბოლური მაშინ აქვს დატვირთული, როცა რაღაცა იმედიანი მომენტია, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მოთამაშეები ვართ რეალური მონსტრები, ესე რომ ვთქვათ. არც ვიცნობთ ამ პერსონაჟებს, მაგრამ ჩვენი ან ვიცნობთ. აი რომ ვიცნობთ უარესი თემაა. იმიტომ რომ ჩვენი ინტერესების დასაკმაყოფილებლად კლავთ მათ ფაქტობრივად, ვიპოვებთ მათ XP-ს და levels და უბრალოდ კლავთ.
როდესაც თამაში აშკარად განახებს იმას, რომ თითოეული პერსონაჟი არის ცოცხალი. ამ თამაშის ფსიქოლოგიური მიზანი ის არის, რომ გაგაზრებინოს ის ფაქტი, რომ ეს პერსონაჟები არიან ცოცხლები. და შეიძლება ზოგი ვერ ხვდება მაგას, შეიძლება ვერ განიცდის ამ თამაშს, მაგრამ თამაში ხო ცდილობს მაგას. და იმისთვის ვინც აღიქვავს ამ თამაშს ისე როგორც ცოცხლად, სასიამოვნო საყურებელია ესე რომ ვთქვათ, რომ აი ესეთი პერსონაჟი ფაქტობრივად ის არის თავი პერსონაჟი, ანდაინი არის თითქოს ის მეინ ქარაქტერი, თავი პერსონაჟი, რომელიც ძლიერდება იმისათვის, რომ ბოროტმოქმედი გააჩეროს, რომელიც ნებისმიერ ვიღაცას გადათელავს გზაზე. ნეიტრალურ რუთში, როცა ვებრძოლებებით ანდაინს, მისი დანდობა ყველაზე რთულია. კი, მართლა ყველაზე რთულია. გენოციდში ვერ დავინდობთ, მაგრამ მე პირადად ანდაინის დანდობა ძალიან გამიჭირდა, მომიწია YouTube-ის გამოყენება, იმიტომ რომ არ ვიცოდი მაშინ რომ გაქცევა იყო ერთ-ერთი ფორმა დანდობის მონსტრის, მეგონა გაქცევა უბრალოდ გაქცევა იყო და მანდ გავიაზრე გაქცევის რეალური ძალა ამ თამაშში. გაქცევის მეშვეობით შეგიძლია დაინდო ანდაინი და უნდა გაიქცე კონკრეტულ მომენტში, იმიტომ რომ მის ერთ-ერთი ძალა არის შენი გაკავება და რაღაც მომენტებში გიშვებს ხოლმე გაკავებისგან და უნდა გაიქცე. ეს არის შენი დანდობის ტექნიკა. რაღაც გაქცევის დროს ანდაინი ცუდად ხდება, იმიტომ რომ სიცხეში შევდივართ და ანდაინი თევზი არის და წყალი სჭირდება და წყალს რო ვაძებთ, ხდება რომ არ ვართ ბოროტი ადამიანები და არ ვართ ისეთი ადამიანი, რომელიც უნდა მოკვდეს და ამის გამო ვახერხებთ მის ნეიტრალიზებას, პასივიზმს, მოდი ესე ვთქვათ. გენოციდს რომ დაუბრუნდეთ, გენოციდში ვერ ვახერხებთ მის დანდობას და იმიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი ნეიტრალზე, რომ ნეიტრალში ანდაინს თავისი მიზნები ამოძრავებს, რომელიც არის მონსტრების გათავისუფლება და მონსტრების გასათავისუფლებად სჭირდება 7 ადამიანის სული. მონსტრებს სჭირდება 7 ადამიანის სული. 7 ადამიანის სული იმისთვის სჭირდებათ, რომ ბარიერი გაამტვრიონ და ბარიერის გამტვრევის მეშვეობით მონსტრები ზედაპირზე ავლენ. და ანდაინი იმას ხვდება, რომ ეგოისტურია ის, რომ აი ამ ადამიანს, რომელსაც არ იცნობს და რომელიც უბრალოდ ცდილობს, რომ გააღწიოს აქედან ამის მოკლა ეგოისტურია, რადგან თავისი მიზნებისთვის კლავს უდანაშაულო ადამიანს. მაგრამ გენოციდში ფაქტობრივად ისეთ საფრთხედ აღვიქვავს ჩვენ, რომ მონსტრების ამოხოცვის შემდეგ ჩვენ ავალთ თუ არა ზედაპირზე კაცობრიობასაც მივაყენებთ ზიანს. და ამას რო იაზრებს, ამის გამო უჩნდება დეტერმინაცია იმ ხელა იმის რომ გაგვაჩეროს, რომ სიკვდილსაც უარყოფს. სცენა როგორც განახეთ, მაგას გვაჩვენებს და აი ესეთი მუსიკა აქვს დატვირთული, რომელიც ზოგადად საშუალო თავარ პერსონაჟს აქვს ხოლმე რაღაცა ფილმებში და ანიმეებში და ასე შემდეგ, მაგრამ ამ სიტუაციაში სიტუაცია მობრუნებულია. ჩვენ ვართ ის ბოროტმოქმედები და ჩვენ ვართ ის საფრთხე, ისე რომ ვთქვათ, რაც ზოგადად პირიქით არის ხოლმე. სამწუხაროდ ჩვენი დეტერმინაცია უფრო უკეთესია, ზოგისთვის აბედნიეროდ, ანუ როგორც გითხარით, ინდივიდუალურია, ყველასვანაირად აღიქვავს ამ თამაშს და ვახერხებთ ანდაინის დამარცხებას. როგორც გითხარით, ანდაინი არის ჩემთვის მეორე ყველაზე ძლიერი მონსტრი აი გენოციდის რუტის დროს, იმიტომ რომ ძალების პიკში არის. აი ეს ერთჯერადი ძალა არის, რომელიც ერთხელ გაქვს. ერთხელ არ ვამლიმის და მე ან კვდები, ან საერთოდ კარგავ ამ ძალას. ესეთი ძალა ქონდა ანდაინს. აი ამ დროს ჩათვალეთ პიკში იყო ანდაინი. ჩვენი დემეჯი აღემატება 1000-ობით რიცხვს და ჩვენი ანდაინი ტანკავდა ამ დემეჯს ფაქტობრივად. ჩვეულებრივად იტანდა. ამის შემდეგ ერთ ერთი პერსონაჟი ვერ იტანს ჩვენს სიცხლის დაკლებას. ერთადერთი სანსი და სანსის სუსხა თემას. როგორც გითხარით, ანდაინი თლიან ანდერთეილის მონსტრების ცივილიზაციაში, ახლა სამყაროში არ ვიცი, ვერ გეტყვით ესე, მაგრამ მონსტრების ცივილიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟია და მისი ფაქტობრივად გატეხვა არის შეუძლებელი. სულიერად ვერ ვტეხავთ ამ პერსონაჟს. სიკვდილის წინაც იგი იმას ფიქრობს, რომ მისი მეგობრები შეძლებენ მის დამარცხებას. მისში გულისხმობ ჩვენ, მოთამაშის დამარცხებას. ბოლო მომენტსაც განახებთ ანდაინის. იმის და მიუხედავად, რომ ამ ხელა ძალამ დაამარცხა ანდაინი, იგი მაინც იმ იმედისკენ იხრება, რომ რაღაცა მაინც შეძლებს მის გაჩერებას და რაღაცაში გულისხმობ მის მეგობრებს და მის თანამოქალაქეებს. ასევე მეფესაც ფიქრობს, რომ მეფე ექსულს გამოიყენებდა იმისთვის, რომ ძალის პიკში ყოფილიყო ჩვენ გასაჩერებლად, რომელიც ბოლოში არ ხდება პირდაპირ ვიტყვი და ამასაც აგიხსნით თუ რატო არ ხდება. ანდაინზე კიდევ ბევრს ლაპარაკი შემიძლია, ძალიან მაგარი მუსიკები აქვს, რომელიც ფონზე იქნება
და განსაკუთრებული ადგილი უკავია გენოციდის სრუტის ანდაინს ჩემთვის. ასევე მინდა ვისაუბრო მეორე პერსონაჟზე, რომელსაც ქვია გერსონი და ეს არის უბრალო NPC, რომელიც მაღაზიაში ყიდის ნივთებს. აი განახებთ ამ NPC-საც და განახებთ მის სცენასაც. თითქოსა და უბრალო საშუალო NPC-ია, რომელიც ყიდის რაღაცას და ვსიო, მაგრამ ეს NPC არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და დელტარუნში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი NPC. როგორც იცით, დელტარუნი და Undertale ერთმანეთის პარალელური სამყაროები არიან და რაღაცა მნიშვნელობა აქვს გერსონს Undertale-ის სამყაროში, იმის მიუხედავად, რომ მოხუცია და დასუსტებულია. გენოციდის სრუტში იგი იყენებს თამაშის ერთ-ერთი ფიზიკის წესს, სადაც არ შეგვიძლია გამყიდველის მოკლა. არ შეგვიძლია, როცა გამყიდველთან საუბრობთ, მას შეუტიოთ, იმიტომ რომ თამაში 100-ია დაპროგრამებული. ესე იგი, გერსონის ტეხავს მეოთხე განზომილებას და ესე რომ ვთქვათ, მის ინტელექტუალურ სვლას ხედავთ და როგორც აღიხსენეთ, ეს სვლა არის მეოთხე კედლის გატეხვა. ასევე იგი დროს იგებს მონსტრების ცივილიზაციისთვის, რომ ევაკუაცია მოახდინონ ამხელა საფრთხისგან ჩვენთან საუბრით. რაც უფრო მეც ვესაუბრებით, მით უფრო მეტი დრო გაყავს თამაში, რასაც თვითონ გვეუბნება და რაზეც თვითონ დაგცინის. ჩვენ მას შეგვიძლია დავემუქროთ, მაგრამ ჩვენი მუქარა მასზე არ მოქმედებს. როგორც ითხარით, იგი იყენებს მექანიკას, რის მეშვეობითაც დაზღვეულია სიკვდილისგან. და ასევე უნიშნულოვანეს ინფორმაციას გვაწვდის Undertale-ის სამყაროზე, კონკრეტულად რომ ვთქვათ, მონსტრების ცივილიზაციაზე, რომელსაც ვისაუბრებ მომავალ ვიდეოში თუ დაინტერესდებით ამაზე და ეხება დელტარუნს. მოკლედ ვიტყვი, გერსონისგან ვიგებთ იმას, რომ Undertale-ის მონსტრების ცივილიზაციას ჰქვია დელტარუნი. და დელტარუნი არის მთლიანი თამაშის სხვა შექმნილი Undertale-ის პარალელურ სამყაროზე. და ასევე ვიგებთ დელტარუნის ლეგენდას გერსონისგან, ეს უკვე ნეიტრალურ რუთში. Undertale-შიც მომწონდა გერსონის სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ იგი ფაქტობრივად თამაშის მექანიკას იყენებს თავის დასაზღვევად, რაც ინტელექტუალური სვლა არის, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ასევე charming, ინგლისურად რა ვთქვათ, ქართულად არ მახსენდება ეს სიტყვა სამწუხაროდ, ძალიან charming move არის ჩემთვის და დელტარუნში რომ ვნახე საერთოდ გერსონი უფრო მეტი რაღაცაა ჩემთვის. ასევე ის ვიცით რომ გერსონი არის ანდაინის მასწავლებელი და ასგორის მეგობარი, ასგორი არის მონსტრების მეფე. ამ ორი პერსონაჟის დახასიათება მინდოდა მარკაში, არიან კი აქეთ-იქით NPC-ები და ასევე აქ არის ტემის ვილიჯი. თუ არ იცოდით, ტემი არის ტობის მეგობარი, რომელიც Undertale-ის არტისტია და ასევე ტემის ვილიჯი, სადაც საყვარლობა სცენები არის ამ პატარა სულელი ძაღლების, რომლებიც ფულს აგროვებენ იმისთვის, რომ კოლეჯში წავიდნენ. ასევე კიდე იმას ვიტყვი, რომ ანდაინთან დამეგობრებაც გჭირდებათ ნამდვილი პაციფისტის რუტისთვის, შეგიძლიათ დაინდოთ ანდაინი, მაგრამ დროც უნდა გაატაროთ მასთან. თორე თუ მასთან დროს არ გაატარებთ, ნამდვილ პაციფისტურ რუტს ვერ გაიგებთ. მესამე არკაში მეტი არ მაქვს სათქმელი, იმის მიუხედავად, რომ დეტალები სავსეა. მესამე არკის შემდეგ მოდის მეოთხე არკა, ჩემთვის ყველაზე ნაკლებად ფავორიტი, მაგრამ კარგი არკა მაინც, რომელსაც ქვია Hotland-ის არკა და ამ არკაში ვეცნობით მეცნიერს, მონსტრების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ეს მეცნიერი და ამ მეცნიერს ქვია ალფისი. ალფისი არის ქალი მეცნიერი, რომელიც არის მორცხვი, ინტროვერტი, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ დებილია ისე რომ ვთქვათ, არა. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური პერსონაჟი მთლიან თამაშში, რომელიც მონსტრების ელექტროენერგიას, ანუ ქორს ამყარებს და იცავს და ასევე ექსპერიმენტებს ატარებს დეტერმინაციისადმი და ასევე პატარ-პატარა გამოგონებები შეაქვს. მისი პაზლები არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და სხვა შორის რთული. რთული არ არის, მაგრამ პირველად რო ვითამაშე, ყველაზე დიდი დრო მის პაზლებს მოვუდი. თან მარტო Hotland-ში არ არის, შემდეგ არკაშიც ალფისის პაზლები მოდის. მაგრამ რაღაც სასაცილო მომენტები აქვს, იმართლა მოგითხრათ, მისი რობოტი არის მეტატონი და მეტატონი ყველა საყვარელი პერსონაჟი არის ერთ-ერთი. პირველ რიგში, იმიტომ რომ უმაგრესი მუსიკა აქვს მის ბრძოლას და მეორე კიდე ძალიან
არეული პერსონაჟია, მოდი ასე ვთქვათ. ნეიტრალურ და პაციფისტურ რუცზე ჩვენს მოკვლას ცდილობს, თან ყურადღების მოპოვებას ცდილობს, თან რა ცდილობს და რა ცდილობს ვერ გაიგებ ნორმალურად მთლიან იმას რო უყურებ თამაშს. უყურებ რა მთლიან თამაშს რო განიცდი და თამაში გავასწოროთ. მაგრამ გენოციდის რუცში ალფისი საერთოდ არ ჩანს. ასევე ვიტყვი იმას, რომ ალფისი არის ერთ-ერთი დეპრესიული პერსონაჟი, რომელიც რუტების უმეტეს ნაწილში ბოლოს თავს იკლავს. ეს არ არის 100%-ით ხაზგასმული ფაქტი, რომელსაც ხედავ, მაგრამ თამაში საკმარის მინიშნებებს გაძლევს იმისთვის, რომ გაიაზრო, რომ ეს პერსონაჟი ტრაგიკულად ასრულებს თავის სიცოცხლეს. მაგრამ მისი გადარჩენა შეგვიძლია, როგორც გითხარით, დეტერმინაციას იმხელა ძალა აქვს ამ ერთეულში, რომ ყველაფერს შეიძლება მიაღწიო. მიუხედავად მისი მიღწევებისა და შესაძლებლობებისა, ჩემთვის ალფისი არ იყო ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟი, იმის და მიუხედავად, რომ ნამდვილ პაციფისტურ რუცში დიდი გავლენა აქვს, მაგრამ გენოციდის, ანუ როგორც გითხარით, არის გენოციდი, პაციფისტი და ნეიტრალი. მაგრამ ასევე ნეიტრალის რუტებიც იყოფა და არის მიტოვებული გენოციდის რუტები. მიტოვებული გენოციდის რუტი არის ესეთი გენოციდის გზა, რუტი ესე რომ ვთქვათ, რომელიც ჩვენ რაღაცა მომენტში გავაჩერებთ გენოციდს. ანუ შეიძლება მაგალითად ყლავდეთ ყველას რუინში ტორიელსაც და მე რაღაც პაპირუსი შეგვეცოდა და აღარ მოვკარით. ეს არის მიტოვებული გენოციდის რუტი. და რამდენ მონსტრსაც ვკლავთ, მაქედან გამომდინარე თითოეული დასასრული აქვს, ესე რომ ვთქვათ, ამ აბორტედ გენოციდის რუტს. და ერთ-ერთ აბორტედ გენოციდის რუტში ესეთი დასასრული ხდება. როგორც ნახეთ, ამ დასასრულში ალფისი არის შეცვლილი საერთოდ, იგი უფრო ინტროვერტი იყო და გამბედავი საერთოდ არ იყო, სტორიდან გამომდინარე, რაღაცა გამბედაობა ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე აღიარო როგორც გამბედავ პერსონაჟად. მაგრამ ამ ნეიტრალურ რუჩში მისი იდეოლოგია სრულიად შეიცვალა ტრაუმიდან გამომდინარე და ფაქტობრივად მოუწია თავის უკეთესობისკენ წაყვანის დაძალება. ერთ-ერთი რამ, რაც ამ ერთეულში მომწონს, ის არის, რომ ნეიტრალური დასასრულები არ არის უბრალოდ ნეიტრალური დასასრულები. შეიძლება ნეიტრალური დასასრულით შეადარო, რა თქმა უნდა, ეხლა ვერ შეადარებ ნამდვილი პაციფისტის დასასრულს, მაგრამ შეგიძლია შეადარო უბრალო პაციფისტის დასასრულებს. თუ ვერ ხვდებით რა არის განსხვავება უბრალო პაციფისტსა და ნამდვილი პაციფისტის დასასრულს შორის, ის არის, რომ უბრალო პაციფისტში ჩვენ ყველა მონსტრს ვინდობთ, მაგრამ არ ვამყარებთ მათ შორის ურთიერთობებს, ანუ არ ვატარებთ ფეფაირუსთან დროს, არ ვატარებთ ანდაინთან დროს, არ ვატარებთ ალფისთან დროს და ამის გამო არის უბრალოდ პაციფისტი. მაგრამ ნამდვილი პაციფისტი არის არა მარტო ამ მონსტრების შენდობა, ასევე ამ მონსტრებთან დაახლოება და ამ მონსტრების გაგება, ურთიერთკავშირის დაყალიბება. ასევე ალფისზე ვიყვი იმას, რომ ატარებდა დეტერმინაციისადმი ექსპერიმენტებს, როგორც თქვი წინაზე და ამ დეტერმინაციის ექსპერიმენტების გამო არის ფლაუი. ამაზე ვილაპარაკებ ბოლოში, იმიტომ რომ ახლა ვსაუბრობ ქრონოლოგიურად და ბევრ რაღაცაზე გეუბნებით ესე, მაგრამ როგორც ხედავთ, გზაში ძალიან ბევრ რაღაცას გიხსნით თან. სჯობს რომ შევაჯამო ყველაფერი და მოითმინეთ ამის გამო არ გამოვხსნით ვიდეო, არ მოიწვინოთ. ახლა გადავიდეთ ჰოტელის არკაზე, უკვე მივედით ფინალამდე. სასტუმროში რომ მივდივართ, გვხვდება ბევრად გაძლიერებული მონსტრები და შედარებით რთულია მათი შენდობა. გააჩნია რა რუტზე ვთამაშობთ, გენოციდის რუტზე მათი მოკლა გიწევს ფაქტობრივად, მაგრამ იმხელა ძალაუფლება გვაქვს უკვე, რომ ვერც ერთი მონსტრი ვეღარ გაგვაჩერებს. ამის დემონსტრატორი არის გენოციდში მეტატონი, რომელიც თავისი ძალების პიკში გადის, თავის თავს აძლიერებს, წესიდარიგით იგი არის ადამიანისადმი უძლიერესი იარაღი, მაგრამ ჩვენი დეტერმინაციით იმხელა ძალას ვიღებთ, რომ ერთ დარტყმაში ვკლავთ ჩვეულებრივად. ანუ თამაში ძილს იმას გვანახოს, თუ უკვე ამხელა ძალაუფლება გვაქვს ამ სამყაროში. მაგრამ
ნეიტრალურ და პაციფისტურ რუჩში მეტატოს ვეცნობით ჩვეულებრივად უცნაური ბრძოლა გვაქვს, სადაც მეტონი თავის ნამდვილ ფორმას გვანახებს და ტვინკი ვიცეკავს აქეთ-იქით. მაგრამ ამ ცეკვის უკან ძალიან მაგარი მუსიკაა ჩართული, სიმართლე რომ გითხრათ. უკვე მივედით ფინალამდე, აღარ ვისაუბრე ჰოტელზე ბევრი და აი ამ ფინალში ვილაპარაკებ ყველაზე ბევრს ჩემს საყვარელ პერსონაჟებზე, ალბათ ყველა ამ მომენტებს ელოდებოდით და პირველ რიგში მინდა დავიწყო ასგორით და მინდა ვისაუბრო თუ რატო არის ეს პერსონაჟი დაუფასებელი. იმდენად დაუფასებელი პერსონაჟია, რომ უშიც ვერ ვიპოვე რომ ეყიდა. წარმოიდგინეთ, ონლაინში ყველაფერია ხოლმე, ტემუზე, ტაობაოზე, ყველგან. რალსეის პულშიც მაქვს დელტარუმიდან და ბევრი სათამაშო მაქვს საკოლექციოდ. მაგრამ ასგორის პულში ვერ ვიპოვე იმდენად დაუფასებელია. რაღაცა მიმი არის ახლა driving in my car, I talk to a beer, მაგრამ ამის იქით როგორც პერსონაჟი სიღრმისეულად არ არის დაფასებული. მინდა ვისაუბრო ამ პერსონაჟზე და მინდა დაგანახოთ ამ პერსონაჟის უძლიერესი მხარე. მთელი თამაშის განმავლობაში ასგორი არის რამდენჯერმე ნახსენები. და ამ თამაშის განმავლობაში ასგორი არის ხან კარგად გამოსახული, ხან ცუდად გამოსახული და ფაქტობრივად ჩვენი ინტერპრეტაციის შექმნა გვიწერს იქამდე, სანამ ასგორამდე არ მივალთ. უმეტესად მე პირადად გქონდა თან კარგი აზრი, მაგრამ უფრო ისეთი აზრი მქონდა, რომ ბრუტალური იქნებოდა, რადგან ჩვენამდე იყვნენ 6 ადამიანი ჩამოარდნილი, 7, მაგრამ მე-7 ადამიანზე მე ვისაუბრებ. მე-7 არა, პირველ ადამიანზე, მაგრამ მე-7-ით მოიხსენია ახლა. და ამის უკან ვინ იქნებოდა? რა თქმა უნდა მეფე და მასაც თავისი მიზანი ექნებოდა. ამ მიზანში გულისხმობ ბარიერის ჩამონგრევას. ეს მეფე არის ტრაგიკული პერსონაჟი, რომელმაც თავისთავად აიღო უდიდესი პასუხისგებლობა, რომელშიც იგულისხმება არა მარტო მონსტრებისთვის იმედის მიცემა, შეიძლება ვთქვათ, რომ ყალბი იმედის მიცემა იმისათვის, რომ ცხოვრებისადმი ხელი არ ჩაიქნიოს იმის გამო, რომ ფაქტობრივად ციხეში ცხოვრობენ, არამედ უწევს უდიდესი პასუხისგებლობა იმისადმი, რომ ნებისმიერი ჩამოარდნილი ადამიანი თვითონ აიღოს და მოკლას. ნიშნულობა არ აქვს ამ ადამიანს, როგორი შეხედულებები აქვს, როგორი კეთილია, როგორ აზროვნებს და ასე შემდეგ. არანაირი აზრი არ აქვს ამას, იმიტომ რომ მას სჭირდება ადამიანის სული იმისათვის, რომ თავისი მოქალაქეები გაათავისუფლოს ამ ციხიდან და დააბრუნოს ისევ იმ პერიოდში, რა პერიოდშიც იყვნენ. ამ ხელა პასუხისგებლობის გამო და იმ სიბრაზის გამო, რომ ორი შვილი დაკარგა, ამაზეც მე ვისაუბრებ. იგი ფაქტობრივად არის თავისი სტატუსის ციხეში. ამაში იმას გულისხმობ, რომ მას არ უნდა მეფე რო იყოს, მას არ უნდა რომ ყოველი ჩამოარდნილი ადამიანი მოკლას, მაგრამ უწევს ამის გაკეთება და ამის გაკეთება უწევს ჩვენს წინააღმდეგაც. მაგრამ იგი პირდაპირ ამ მოდის და ხმას გვარტყავს თავში. ნუ ხმას არა, ტრაიდენტს გულისხმობ ამაში. ქართულად არ ვიცი ტრაიდენტი როგორ არის, სამწუხაროდ როგორც ითქვას, სიტყვის მარაგი მაკლია და არ მიხალისება ის ფაქტი საერთოდ. იგი გველაპარაკება 5 წუთის განმავლობაში. გვეუბნება მზად ხარ ბრძოლისთვის, შეგიძლია მთლიანი ქალაქი მოიარო, შეგიძლია დაემშვიდობო ამას და ასე შემდეგ. მაგრამ არ მიდის იმ საქმემდე რომ გვებრძოლოს, იმიტომ რომ თვითონაც არ უნდა ბრძოლო. და ბრძოლის პროცესში ვაწყობთ ამას, რომ არ უნდა ჩვენ დამბრძოლა. ასგორის სტატებს რო გავაკვირდეთ, იგი როგორც გითხარით, ყველაზე ძლიერი მონსტრი არის, შეიძლება ითქვას. ანდაინს გენოციდის ანდაინი უტოლდება ასგორს, მაგრამ ასგორი უფრო ძლიერია ზოგადად. მაგრამ მას რადგან ბრძოლა არ უნდა, იგი თავს იკავებს ჩვენ წინააღმდეგ თავისი მაქსიმალური ძალის გამოყენებას. ასევე, როგორც გითხარით, თუ გახსოვთ, მუსიკები დაიმახსოვრეთ თქო, ამაში გულისხმობ ტორიელის მუსიკას ახლა, მისი ლეტიმოფი ისმის, ლეტიმოფი ნიშნავს მუსიკის გამეორებას და რა აზრი აქვს ახლა, აი რა მნიშვნელობა აქვს, რომ იმის მუსიკა მეორდება. ლეტიმოფი გვანახებს, აი რას ფიქრობს და რას განიცდის ჩვენი პერსონაჟი. ლეტიმოფის მეშვეობით, აი ხა განახებთ, რას გულისხმობ. პირველ რიგში მოვისმენთ ტორიელის მუსიკას. ახლა ასგორის მუსიკას.
როგორც ხედავთ, მისი ლეტიმოფი ჩანს, ანუ ფაქტობრივად თითქმის ერთი და იგივე მუსიკა ისმის და ტრაგიკულად ისმის ტორიელის მუსიკა. ამ ბრძოლის დროს იგი ტორიელზე ფიქრობს, ეს ამის სიმბოლიკაა და ამის მნიშვნელობაა და იმის სიმბოლიკაა, რომ ტორიელს რაღაც ადგილი უკავია ასგორის გულში. რასაც მომავალში ვიგებთ და იმას ვიგებთ, რომ ტორიელი და ასგორი არიან გაშორებული ცოლ-ქმარნი. რის გამო გაშორდნენ? იმის გამო გაშორდნენ, რომ ორივე განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პიროვნებები იყვნენ. ასგორმა აიღო ესეთი პასუხისმგებლობა, სადაც ნებისმიერ ადამიანს მოკლავდა, ვინც ჩამოუვარდებოდა, მნიშვნელობა არ აქვს მის ასაკს და მის შეხედულებებს, როგორც ითხარით. მაგრამ ტორიელი არ იყო ამის თანახმა. ტორიელი ფიქრობდა, რომ ბავშვის მოკლა არის დანაშაული და ფიქრობდა, რომ შეეძლო ერთი სულის აღება ნებისმიერის, ეს არის მონსტრის შესაძლებლობა, ამასაც განვიხილავ მალე, შეეძლო ნებისმიერი ერთი ადამიანის სულის აღება და ამ ერთი ადამიანის სულით ბარიერიდან გასვლა. ბარიერიდან გასვლის შემდეგ შეეძლო 7 ადამიანის სულის მოპოვება და ბარიერის განგრევა, რომელსაც ასგორი არ აკეთებდა. ეს არის ასგორის ერთადერთი ხარვეზი ჩემი აზრით. მაგრამ როგორც გითხარით, ასგორი იყო ტრავმირებული პერსონაჟი, რომელიც ომში იყო და ომში წაგების შემდეგ გამოამწყვდეს ჩვენი ასგორი ფაქტობრივად და აი ახლა ვიტყვი პირველი ადამიანის ისტორიას. პირველი ადამიანი მინიშნებებიდან გამომდინარე თავის მოკლას ცდილობდა და თავის მოკლის ცელობის დროს გადარჩა. ჩამოვარდა ამთაში და მონსტრების ცივილიზაციაში მოხვდა. არ ვიცით რის გამო იკლავდა თავს, მაგრამ ის ვიცით, რომ კაცობრიობისადმი ზიზღი ჰქონდა და უნდოდა რომ მონსტრებს დახმარებოდა. ამ მონსტრებში გულისხმობ ასგორის დრემურების ოჯახს. ასგორის ოჯახის გვარი, ანუ ასგორის გვარი არის დრემური და ამიტომაც დრემურების ოჯახს. ამაში იგულისხმება აზრიელიც. აზრიელი არის ასგორის შვილი, ფლაუი კიდე ერთხელ და ქარა და აზრიელი, ქარას ვეძახით, აგიხსნით რატო. Undertale-ის პირველი ტვისტი ის არის, რომ ჩვენ რა სახელსაც უთითებთ, ეს არის პირველი დაცემული ადამიანის სახელი, რომელსაც ვიგებთ გენოციდის რუჩში, პასიფისტის რუჩში ვიგებთ იმას, რომ ჩვენ რომელი პერსონაჟსაც ვთამაშობთ, არის იმ თამაშის ცოცხალი ინდივიდი, რომელსაც ქვია ფრისკი. ანუ ჩვენ კი არ ვართ ის პერსონაჟი, ჩვენ ვაკონტროლებთ ამ პერსონაჟს და ჩვენ ვაკეთებინებთ ამ პერსონაჟს იმ ყველაფერს, რასაც ვაკეთებინებთ. მაგრამ ეს პერსონაჟი ბოლომდე არ გვეწინააღმდეგება. თავისი პიროვნება აქვს, მაგრამ ეს პიროვნება ჩანს მინიმალურად. კონკრეტულად მინიმალურად იმ სიტუაციებში ჩანს, როდესაც მაგალითად გარბის სირბილის დროს იგი იღიმის. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იგი ჩუმია და ხმას არ იღებს. იგი უმეტეს შემთხვევაში არის silent პროტაგონისტი. silent პროტაგონისტი არის ესეთი პროტაგონისტი, რომელიც ხმას არ იღებს, რომელსაც თავისი პიროვნება არ აქვს. იმიტომ რომ თქვენ უნდა ჩადოთ თქვენი პიროვნება. მაგრამ რეალურად ეს პერსონაჟი არ არის silent პროტაგონისტი, რომელიც plot twist-ია. plot twist-ი არის, იმიტომ რომ იგი ჩვენი მარიონეტაა, ესე გამოდის. ჩათვალეთ სხვისი ადამიანის ცეცხლით თამაშობს და ვაკეთებინებთ იმას, რაც შეიძლება არ უნდოდეს. არ არის გამოსახული უნდა თუ არა, მაგრამ ეს იდეა ჰქონდა ტობის და ამის მტკიცებულება კიდევ ერთხელ არის დელტარუნი და დელტარუნზე ვისაუბრებ სხვა ვიდეოში. დავუბრუნდეთ ახლა ქარას ისტორიას. ქარას ვეძახი, იმიტომ რომ ქარა არის ხარაკტერის შემოკლებული სახელი და ფანბეისმა, ანუ ფანებმა დაარქვეს პირველ დაცემულ ადამიანს ქარა. ქარა და აზრიელი იყვნენ ახლო მეგობრები და ჰქონდათ ესეთი გეგმა. რადგან ქარა ცუდად გახდა, მოიწამლა და სიკვდილის პირას იყო, აზრიელი აიღებდა მის სულს, გავიდოდა ბარიერიდან და მოკლავდა იმდენ ადამიანს, რამდენიც დასჭირდებოდა იმისთვის, რომ ბარიერი გაენგრია. ამის შემდეგ ადამიანებისადმი ომს გამოაცხადებდა და ომიდან შედეგი უკვე ხვდებით გეგმის ნაწილია, მონსტრების მოგება, რა თქმა უნდა. ამ იდეის განხორციელების დროს ქარა გარდაიცვალა, რაც ასგორს გულზე მოხვდა, რადგან იგი ფაქტობრივად მამის ფიგურა იყო ქარასთვის და ამავდროულად აზრიელი ბარიერიდან გავიდა, მაგრამ მონსტრები Undertale-ის სამყაროში არიან კეთილები. ანუ როგორც ადამიანს გააჩნია ნეგატიური აზრები, მონსტრები ესე არ არიან. მონსტრებს მარტო აქვთ უმეტესად პოზიტიური აზრები, უფრო მოსიყვარულე არსებები არიან, ვიდრე ბოროტები, მკვლელები და ასე შემდეგ. აზრიელს ფაქტობრივად უნდა თავისი ოჯახის წევრის ყვავილებში დამარხვა. ზოგადად დრემურების ოჯახს ყვავილები ძალიან უყვარს და ესეც ძალიან ბევრგან ჩანს. გამოიყვანა აზრიელმა ქარას გვამი თავის სულის გამოყენებით, ქარასი და უახლოეს სოფელში შევიდა, რომ ეს გვამი მიეტანა და დაიმარხა. მაგრამ რა თქმა უნდა, ადამიანებმა ამხელა მონსტრი აღიქვეს მონსტრად
და მისი მოკლა სცადეს. რაც წარმატებით დასრულდა, რადგან აზრიელი არ შეეწინააღმდეგა ადამიანებს. ახლა დავამატებ ფაქტს და იმ ერთ-ერთ ლორს, თუ რატომ დაიწყეს ადამიანებმა მოსწრების წინააღმდეგ ომი. რეალურად ადამიანებმა მოსწრების წინააღმდეგ ომი იმიტომ დაიწყეს, რომ მოსწრები ადამიანებისადმი დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით არა. ომის დროს ადამიანებსა და მოსწრებს შორის არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა, მაგრამ ძალიან ბევრი მოსტრი გარდაიცვალა. ეს იმის გამოა, რომ ყველა მოსტრის ძალა რო შევკრივოთ, მარტო ეს ძალა უდრის ერთი ადამიანის ძალას. მაგრამ როდის წარმოადგენს მოსტრის საფრთხეს? როდესაც ადამიანის სულს დაიპყრობს, როდესაც ადამიანის სულს მოიპოვებს ხელში. ამის შემდეგ მოსტრი იმდენად ძლიერდება, რომ შეუძლია მთლიანი სოფელი უბრალოდ და უმარტივესად გაანადგუროს. ამიტომაც ადამიანებს სანამ ქონოთ უფრო დიდი ძალაუფლება, დაიწყეს მოსწრებისადმი ომი და გამოკეტეს ეს მოსწრები. მაგრამ ეს არის ადამიანის მორიგი ეგოისტური მოძრაობა, რადგან ადამიანს ყოველთვის უნდა რომ ნომერ პირველი იყოს ძალაუფლების განხრევ, მაგრამ თან მესმის კაცობრიობის, იმიტომ რომ ერთი სულის მოპოვების შემდეგ მოსწრს იმხელა ძალაუფლება აქვს, რომ ძალიან რთულია მოსწრის დაკავება. გავაგრძელოთ ახლა ისტორია. ამ პროცესს აზრიელი შეაკვდა, შეეძლო თავი დაეცვა მთლიანი სოფელი დაინგრა, მაგრამ არ გაარკეთა ესე და ორივე პერსონაჟი, თარას და აზრიელს მოკვდნენ. აზგორმა დაკარგა ორი შვილი და ამხელა ტრავმის გამო განიცადა ის პირველი სიბრაზე და ამბობდა იმას, რომ ადამიანებს მოუკლავ ამ კედლის განგრევის შემდეგ, შურს ვიძიებ და ასე შემდეგ და მონსტრებსაც მისცა ომის ახლიდან წამოწყების мотиваცია და სიცოცხლის იმედი. მაგრამ რა თქმა უნდა ეს мотиваცია არ იყო ხანგრძლივი, მონსტრები ბუნებით არ არიან მოძალადეები და ამის გამო მეფეს მეფობა გაუჭირდა. რაც უფრო მეტ ადამიანს კლავდა, უფრო და უფრო მეტად ნანობდა ამ გადაწყვეტილებას, რომ მეფე გახდა, მაგრამ მეფის მოვალეობა ის არის, რომ თავისი მოქალაქეები ყარად დააყენოს და ამის გამო იგი თავის ცხოვრებასაც, თავის იდეოლოგიასაც, თავის მენტალიტეტს სწირავდა თავისი ხალხისთვის. რაც ძალიან დასაფასებელია ჩემთვის იმისგან მიუხედავად, რომ უფრო მარტივად შეეძლო ყველაფრის მოგვარება. მაგრამ ანდერთელი არ იქნებოდა, რომ ისეთი პასიფისტური რუტი არ ქონოდა, როგორც აქვს. აზგორს რო აიღო ეს ერთი სული და ეგრე რო გასულიყო, მორიგი უიმედო ომი იქნებოდა. შეიძლება ამ შემთხვევაში მონსტრებს მოეგოთ, მაგრამ ადამიანები იქნებოდნენ ის ხორპლები, რაც მონსტრები იყვნენ და ციკლი იქნებოდა ომის. აზგორი არის ცხოვრებისადმი სურვილის დაკარგული პერსონაჟი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც დაკარგა და ძალიან ბევრი ვიღაც დაკარგა. თავისი მოქალაქეები თავის დროზე, თავისი ოჯახის წევრები დაკარგა, 6 ადამიანი მოკლა ფაქტობრივად და ახლა ბავშვის მოკლა უწევს მორიგის, რომელსაც ძალიან ნანობს. რის გამოც იგი არ გეწინააღმდეგებათ ისე როგორც უნდა გეწინააღმდეგებოდეთ. აზგორის დამარცხების შემდეგ წესით ჩვენ უნდა ავიღოთ ეს სული და უნდა გავახციოთ და ასე უნდა დამთავრდეს თამაში, მაგრამ ასეთი პლოტ ტვისტი ხდება, სადაც ბოლო დარტყმას ფლავი აყენებს აზგორს და იმ სულს, რომელიც რამდენიმე წამით ჩერდება, მონსტრის სული დიდხანს ვერ ჩერდება დეტერმინაციის ნაკლებობის გამო. ერთადერთი გამონაკლისი არის ბოსის მონსტრები და ბოს მონსტრებში გულისხმობ აი აზგორს. აზგორი არის ბოსის მონსტრი. ნარჩენი ყველა ჩვეულებრივი მონსტრია. რამდენიმე წამით ჩერდება ეს სული და მერე ქრება. წესით ჩვენ მოთამაშეს შეეძლო ამ სულის აღება, მაგრამ ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ფლავი გვიშლის ამაში ხელს ნეიტრალურ რუთში. ამის შემდეგ ფლავი იღებს ყველა ადამიანის სულს, რომლებიც აზგორს ქონდა შეგროვებული და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბრძოლა იწყება ნეიტრალურ რუთში. რომელსაც ქვია Photoshop Flowy, ძალიან განსხვავებული ბრძოლაა, ძალიან უცნაური ბრძოლაა, რადგან მთლიანი თამაშის განმავლობაში Flowy არ გამოჩენილა და ასეთ უცნაურ ბრძოლას გვიწყებს, სადაც დეტერმინაციას პარავს ფაქტობრივად, რადგან უფრო მეტი სული აქვს და უფრო მეტი სული იმას ნიშნავს, რომ უფრო მაღალი დეტერმინაცია აქვს და ფაქტობრივად ჩვენ მის წინააღმდეგ სუსტები ვართ. მაგრამ
როგორც გითხარით, მოთამაშეს აქვს ესეთი შესაძლებლობა, რომ არ დანებდეს და არ დანებების პროცესში ჩვენ ვებრძოლებით ფლავის, ვებრძოლებით და ვებრძოლებით და ვახერხებთ სხვა სულების დათანხმებას იმისათვის, რომ რევოლუცია მოაწყონ. რევოლუციის მოწყობის დროს ფლავი კარგავს ძალიან ძალებს და ნეიტრალური დასასრული მთავრდება არჩევნით. ამ არჩევანში გვიწევს ფლავის ან მოკლა, ან დანდობა. ეს უკვე თქვენზეა მოკლავთ თუ არა. ფლავის იდეოლოგია ის არის, რომ ან უნდა მოუკლათ, ან უნდა მოუკვდეთ. ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, ჩვენ თუ მას მოუკლავთ, მის იდეოლოგიას ვეთანხმებით. თუმცა გაბიდულად სიკვდილის წინ და ამიტომ არ ეშინია სიკვდილის. და მეორე მიზეზი რატომაც არ ეშინია სიკვდილის ის არის, რომ ემოციები არ გააჩნია. ამაზე ვილაპარაკებ მერე, გააჩნია ერთი ემოცია, როცა ყვავილია, ყვავილის მდგომარეობაში, რომელიც არის შიში და ამ შიშს ხედავთ გენოციდის რუთში. მას ეშინია სიკვდილის და იმიტომ ეშინია სიკვდილის, რომ გენოციდის რუტი ალბათ უმეტეს შემთხვევაში მოთამაშის დასასრული არის, ამას აგიხსნით რატო, მაგრამ სანამ აგიხსნით, იმას გეტყვით თუ რატო არ ეშინია ნეიტრალურ რუთში ფლავის სიკვდილის. იმიტომ არ ეშინია, რომ იცის ასეთი არადამაკმაყოფილებელი დასასრულის დროს ჩვენ გადავტვირთოთ სისტემას და ახლა დავიწყებ თამაშის თამაშს. იცის ეს და იცის რომ ამის გამო არ მოკვდება. რის გამო სიკვდილს არ ეშინია და ასევე მისი მოკვლის შემდეგ მის იდეოლოგიას ვეთანხმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლავიმ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში რეალურად. მაგრამ ჩვენ თუ მას დავინდობთ, გააჩნია როგორ ვითამაშეთ, თუ ბოლომდე პასიფისტურად ვითამაშებთ, იგი მოგცემს კარგ რჩევას. თუ ვითამაშეთ ნეიტრალურ რუთში, გვეტყვის, რომ იცი შეგიძლია ყველა მოსწრი არ მოკლა და შეგიძლია ესე ითამაშო. რაც ბიძგს გვაძლევს რეალურად, ანუ ეს არის გაკვეთილი იმისა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ. მაგრამ გენოციდის რუთში ფლავი გრძნობს შიშს, იმიტომ გრძნობს შიშს, რომ ყველაზე მოულოდნელ რაღაც ვაკეთებთ, რაც არის ყველა მონსტრის ამოხოცვა, უმიზნოთ, უმიზეზოთ და ამ მონსტრებში რა თქმა უნდა თვითონაც შედის, რადგან ყველას უმიზეზოთ ყავთ, რა თქმა უნდა, მასაც უმიზეზოთ მოუკლავთ. თამაში უმეტესად იმას ანიშნებს, რომ ძალაუფლების გამო ყავს და ინფორმაციის გამო ყავს, მაგრამ ეხლა ყველა მოთამაშე სხვანაირად ფიქრობს, შეიძლება უბრალოდ გადიოდნენ ამ რუტს და მორჩა, მაგრამ ეგეც შედის მაგ მიზეზებში, მაგასაც განვიხილავ კიდევ ერთხელ. ამ რუტის დროს ეშინია ჩვენი განიზდის შიშს, რომელსაც არ განიცდიდა არასდროს, რადგან იგი სცენარის ხეულში ცხოვრობს და სცენარის ხეულზე როგორ უნდა გაარჩეს ემოციები. მაგრამ საოცრება ხდება და ეს საოცრება ის არის, რომ განიცდის შიშს. იმხელა ძალაუფლება გვაქვს ვაკავრივად, რომ გენოციდის რუთში შიშს ვაგზავნებთ სცენარეს. როგორც ჩანს, უკვე მივედით დასასრულამდე თამაშის, მაგრამ ეს დასასრული არ არის. უმეტესად ვილაპარაკე ნეიტრალურ და გენოციდის რუთზე სპეციალურად და ახლა მინდა ვისაუბრო პასიფისტურ რუტზე. პასიფისტური რუტი არის ყველაზე კარგი რუტი ჩემი აზრით, სადაც ყველაფერს ვიგებთ ყველაზე კარგად, მონსტრების ამბავს ყველაზე კარგად ვიგებთ, აზრიების ამბავს ყველაზე კარგად ვიგებთ და რეალურად ფლავ ვინ არის პასიფისტურ რუტში ვიგებთ. გენოციდშიც ვიგებთ, მაგრამ ნიშნებებით უფრო ვიგებთ, ვიდრე პირდაპირ და ძალიან ბრუტალურად ვიგებთ იმათ რომ გითხრათ მაგას და განახებთ მაგ სცენას. ეხლა მკითხავთ საიდან ხვდებით იმას, რომ ფლავი აზრიელია. კარგად მოусმინეთ მის ხმას, როგორ გამოსცემს თავის დიალოგს. როგორც ხედავთ, ეს და იგივენაირი ხმა აქვს და ეს პირდაპირ გვანიშნებს იმას, რომ ფლავი არის აზრიელი და კიდევ პატარ-პატარა მინიშნებები არის იმისა, თუ ვინ არის ფლავი რეალურად, მაგრამ პასიფისტური რუტი უბრალოდ სხვანაირად გვაკმაყოფილებს. ანდერთეილში პირველი დასასრული ყოველთვის არის ან ნეიტრალური რუტი, ან პასიფისტური რუტი. არ გულისხმობ true, ანუ ნამდვილ პასიფისტურ რუტს. პასიფისტურს უბრალოდ. იმიტომ რომ ყველასთან დამეგობრება არის შეუძლებელი. შეიძლება დაუმეგობროთ ფეფაირუს, შეიძლება დაუმეგობროთ ანდაინს, მაგრამ როგორც არ უნდა ვიცოდოთ, ალფის ვერ დაუმეგობრდებით, იმიტომ რომ ალფისი იკარგება. და ამ დაკარგვის მიზეზი, როგორც გითხარით, არის სუიციდი. ამ პასიფისტური რუტის შემდეგ ფლავი გვაძლევს რჩევას, სადაც გვეუბნება, რომ
გამოვიყენოთ ჩვენი დეტერმინაციის ძალა, რათა გადავიდეთ წარსულში და სანამ შეგვიძლია გადავარჩინოთ ალფის. ალფისის გადარჩენის პროცესში ჩავდივართ ლაბორატორიაში და ვიგებთ იმის მიზეზს, თუ რატო იკლავს თავს, ვიგებთ იმას, თუ როგორ ექსპერიმენტებს ატარებდა და ამ ექსპერიმენტებში გულისხმობთ იმას, რომ სიკვდილ პირას მიყვანილ ხალხს იყვანდა იმისათვის, რომ დეტერმინაციის ზალა გამოეცადა. როგორც გითხარი, დეტერმინაციის ზალა ამ ერთეულში არის უნიშნულოვანესი ზალა და მისი მეშვეობით ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლოთ მონსტრებს. ერთ-ერთი რაღაც, რაც იყო, ეს არის ბარიერის განგრევაც. მაგრამ სამწუხაროდ ეს ექსპერიმენტები უმეტესად იყო ჩაშხამებული და ერთადერთი წარმატებული ექსპერიმენტი იყო შემთხვევითი და ეს იყო ფლაუი, რომელსაც ემოციები არ გააჩნია. რომელმაც დროებით მოიპოვა ის დეტერმინაციის ზალა, რომ დრო აკონტროლოს და რაც უნდა ის გაეკეთებინა. რასაც აკეთებდა ამ ყველაფერს ვიგებთ გენოციდის რუთში. ფლაუი ყველაფერს აკეთებდა საერთოდ, ყველაფერში გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ყველა გადაერჩინა თავიდან, ცდილობდა სითბო ეპოვა მამამისთან, ცდილობდა სითბო ეპოვა დედამისთან, ცდილობდა მეგობრები შეეძინა, ცდილობდა მთლიანი საზოგადოება გადაერჩინა მონსტრების, რომელიც წარმატებულად თავრდებოდა. იგი ახერხებდა ბარიერის განგრევას და მონსტრების გათავისუფლებას ჩვეულებრივად. მაგრამ ცუდი ის არის, რომ იგი ემოციებს ვერ განიცდიდა და ემოციების გამოცდილობის გამო ვერ იღებდა იმ სიამოვნებას იმისგან, რომ სიკეთეს ჩადიოდა. და ასევე ამ ემოციების შეუგზნებლობის გამო სულ სხვანაირად დაიწყო ცხოვრება. იგი ცხოვრობდა ფაქტობრივად ინფორმაციისთვის მარტო. მისი სიამოვნება იყო სხვადასხვა შესაძლებლობების და შედეგების დანახვა. რის გამოც თავის ძალას იყენებდა და მაგალითად მონსტრების გადარჩენის შემდეგ გადადიოდა წარსულში და ამ მონსტრებს კლავდა. გადადიოდა კიდე წარსულში, მონსტრებს უმეგობრდებოდა. გადადიოდა წარსულში, ერთ მონსტრს კლავდა და მეორეს აყურებინებდა. მერე გადადიოდა წარსულში, რაღაც ბიბლიოთეკას ქმნიდა, გადადიოდა ამ წარსულში, წვავდა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაც აკეთებდა, მოკლედ რომ ვთქვათ. და ეს იყო ალფისის გამო. ალფისმა შექმნა ეს მონსტრი ფაქტობრივად. უემოციო მონსტრი, რომელიც იმის გამო, რომ ემოციური ნაკლები ჰქონდა. და თან დავამატოთ ის, რომ ფლაუი რეალურად არის ბავშვი. პატარა ბავშვი, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის გამო მოკვდა და გაცოცხლდა აი ესეთ სხეულში, ყვავილად. თან როგორც გითხარით, მის ერთადერთი ემოცია არის შიში. და სხვა ემოცია არ გააჩნია, რაც უფრო ტრაგიკულს ხდის ამ პერსონაჟს. პასიფისტურ რუთში, ყველასთან დამეგობრების შემდეგ ხდება ფლაუი, რომელიც იტაცებს ყველა მონსტრს, მთავარ მონსტრებთან ერთად და როგორც გითხარით, ყველა მონსტრის ძალა არის ერთი ადამიანის ძალის ტოლი. იგი ახერხებს 6 ადამიანის გულის მოპარვას და ყველა მონსტრის სულის შეკრებას. რის გამოც გამოდის, რომ აზრიელს აქვს 7 სული და ამ 7 სულის მეშვეობით აზრიელი ხდება ღმერთი. გაუჩერებელი ღმერთი, რომელსაც მთლიანი სამყაროს ამოწყვეტა შეუძლია. მისი ტრაგიკული მხარე ჩანს მთლიან ბრძოლაში. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ დავუკვირდეთ მის სახელს. იგი იპოვებს ამხელად ძალაუფლებას, ფაქტობრივად ხდება ღმერთი და თავის თავს არქმევს God of Hyper Death. აი თითქოსა და 15 წლის ბავშვი დაერქმევს თამაში თავის სახელს, ესეთ სახელს ირქმევს თავის თავზე, რომელიც უნიკალურ ფორმაშია, ესე რომ ვთქვათ. თავისი შეტევებიც არის ისეთი, როგორც აი ფურცელზე რო დახატავდით ცისარტყელებს ისვრის და ასე შემდეგ, რომელიც სპეციალურად არის ესეთი, რადგან აზრიელი როგორც იქნება ის ბავშვი და როგორც ბავშვი გაიფიქრებდა, რომ აი შეტევა არის ძალიან მაგარი, ეგეთ შეტევებს იყენებს. რაც კიდევ ერთხელ უფრო ტრაგიკულს ხდის ამ პერსონაჟს, რადგან ბავშვი ფაქტობრივად იყო ყვავილის სხეულში გამოკეტილი, არ მომართებს ის დანაშაულებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ბავშვი და უცებ ხდება ღმერთი ამხელა ძალაუფლებით და ბიზონს არ იცის რას აკეთებს, ესე რომ ვთქვათ. აი ამ ტრავმის გამო აკეთებს, რასაც აკეთებს. ამ პროცესში ჩვენ დეტერმინაციის მეშვეობით, რამდენი სულიც არ უნდა გქონდეს აზრიელს, ჩვენი დეტერმინაცია იმისათვის, რომ სიკეთე ჩავიდინოთ და გადავარჩინოთ ყველა მონსტრი,
ამარცხებს აზრიელის აი ყველა სურვილს და იმ დაბნეულებას, რაც გააჩნია და ვახერხებთ მის ჩვენ მხარეზე გადმოყვანას, აი ამ ცდილობა და მცდელობაში. და თამაში სრულდება კარგად, რადგან ყველა სულის თანხმის შემდეგ აზრიელი განიცდის არა მარტო 6 ადამიანის ემოციებს, ასევე ყველა მონსტრის, რომლებიც კარგად არიან ჩვენთან დამოკიდებულები და დამატებით აზრielis ემოციებს, რომელიც ბავშვობაში გააჩნდა და როგორც გითხარით, მონსტრები არიან კეთილი არსებები და ამის გამო ძალიან განიცადა ის ყველაფერი, რაც გააკეთა, ძალიან განიცდის იმას, რასაც აკეთებს და იგი ჩვენი მეგობარი ხდება ბოლოში. და ვახცევთ ამ უბსკურიდან არა მარტო ჩვენ ადამიანი, ასევე მონსტრებიც. და ყველაფერი სრულდება კარგად, მაგრამ აქ არ დასრულებულა თამაში. შეიძლება გამორთო თამაში და მე რო ჩართო. და აქ უკვე ფლავი გვესაუბრება ჩვენ უთამაშს. აი განახებთ ახლა კლიპს. იგი ჩვენ გვეხვეწება, რომ აღარ გადავტვირთოთ ეს სამყარო, რადგან ფაქტობრივად იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ამათთვის, წყალში ვყრით ამით. ფლავი ისეთი ბრუტალური იქნება, როგორც იყო, ის ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ვიშრომით იმისათვის, რომ ისინი თავისუფლები ყოფილიყვენ, ჩაიყრებოდა წყალში და ეს ჩვენი ინტერესების გამო თამაშს ტვირთავს ახლიდან. უმეტეს შემთხვევაში მოთამაშე იმიტომ ტვირთავს თამაშს ახლიდან, რომ იგებს, რომ აი სხვა დასასრულებიც აქვს ამ თამაშს და ასე შემდეგ. და აი აქ მოდის უკვე გენოციდის რუტი. გენოციდის რუტი არის ესეთი რუტი, სადაც მოთამაშე აიგნორებს თამაშის თავარ იდეას, რაც არის ყველას დამეგობრება და თამაშს ისე უყურებს, როგორც სტანდარტულ RPG თამაშს. ანუ ლეველის აწევა, XP-ის მომატება, მაგარი არმორის წვრილება და ასე შემდეგ. ანუ NPC-ებს უყურებს როგორც NPC-ებს, როგორც საშუალო RPG თამაში. ეს არის გენოციდის რუტი უბრალოდ. და ამის ძალიან ბევრი მანიშნებელია. აი მაგალითად ეს სცენა. დავიჯერო არ შეხვედრიათ ისეთი NPC თამაში, რომ აი უბრალოდ გიფიქრიათ, რომ უფასო XP და ფულია და მორჩა, ან არ გაგიფარმიათ მონსტრები აი ასეთ მდგომარეობაში. ჩვეულებრივ რუტში ყველა მონსტრი არ შეხვდებათ გზაში, მაგრამ გენოციდის რუთს როცა აწყობთ, თქვენ ფაქტობრივად დამალულ მონსტრებს დასდევთ და ვცდილობთ, რომ ყველა მონსტრი ამოხოცოთ აი ამ პატერნით, წინა უკან სიარულით. რაც ძალიან ბევრ თამაში გრაინდს ნიშნავს, ანუ გაფარმოს ნიშნავს ინგლისურად რომ ვთქვათ, იმისათვის რომ ჩვენ XP და ლეველი მოვიპოვოთ. ფაქტობრივად გენოციდის რუტის უმეტესი ნაწილი ის არის, რომ ჩვენ აქეთ-იქით დავდივართ და რაღაც მონსტრებს კლავთ. რა თქმა უნდა, ეხლა ყველა არ გжнოს ამაზე თავს სუდათ, მაგრამ ვინც ამ სამყაროსთან დაკავშირებული არის, როგორც მე ვიყავი, ისინი ნანობენ ამას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ცოცხალ არსებებს კლავთ იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები დავიკმაყოფილოთ. აი ესე არის გამოსახული ამ თამაშში. ეს პერსონაჟები ესე არიან გამოსახულები და ჩვენი დანაშაული ასეა გამოსახული. თან ამ პროცესში ჩემთვის ყველაზე მწარე მომენტი იყო ფეფაირუსის მოკლა, იმიტომ რომ ყველაზე კეთილი პერსონაჟია ერთიან თამაში ჩემი აზრით, ყველაზე გულუბრყვილი, მაგრამ ამავდროულად ჭკვიანიც, ამავდროულად ძლიერიც და ყველაზე მეტად მისი მოკლა გამიჭირა და დარწმუნებული ვარ მარტო მე ვარ ამ სიტუაციაში. მაგრამ ჩვენ მოთამაშეებს ხომ გწყურია ძალაუფლება, ჩვენ ხომ გწყურია
მეტი ინფორმაცია ამის გამო გავდივართ ამ რუთს და მივდივართ ბოლოში, სადაც წესით უნდა გვხდებოდეს რაღაც ბოსი, ხო? წესით ასგორს უნდა ველოდებოდეთ აქ. მაგრამ არა. Ძალიან თამაშის პლოტ ტვისტი ის არის, რომ ბოლო ბოსი არის სანსი და წესიდარეგით სანსი უნდა იყოს ჩვენთვის უფასო XP და უფასო gold. იმიტომ რომ სანსი ყველაზე სუსტი მონსტრი არის მთლიანი მონსტრების საზოგადოებაში. ის ბავშვი მონსტრი რო არის, მას აქვს 2 შეტევა და 1 დაცვა თუ არ ვწდები და სანსს აქვს 1 შეტევა და 1 დაცვა. მაგრამ სანსიც, როგორც გერსონი, უარყოფს თამაშის ბევრ მექანიკას, რომელიც არის ყველაზე ცნობილი ერთ ადგილას გაჩერება. როდესაც ჩვენ ვურტყავთ ოპონენტს, ჩვენი ოპონენტი დგას ერთ ადგილას Undertale-ში და ამ დარტყმას იტანს. როგორც Undyne იყო მაგალითად. მაგრამ Undyne brute force იყო, ძალიან ძლიერი იყო და შეიძლება ამ დარტყმების ატანა. მაგრამ როგორც მეტატონი ავიღოთ, ახლა იმის მიუხედავად რომ მეტატონი ძლიერი იყო, ჩვენ იმდენად ძლიერები ვიყავით, რომ ერთმა დარტყმამ გაანადგურა მეტატონი. სანსის შემთხვევაში სანს ერთ დარტყმაში ჩვეულებრივად მოვკლავდით, მაგრამ უარყოფს თამაშის მექანიკას და გვერდზე იწევა და აცილს შეტევას. რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ უფრო მეც უნდა ველოდებოდეთ მისგან. სანსი იყენებს კარმას, რადგან სანსი ფაქტობრივად თლიანი თამაშის ჯაჯი არის, მოსამართლე პროკურორი, როგორც გინდათ აღიქვით და რაც უფრო მეტ დანაშაულს ჩავდივართ თლიან თამაში, მით უფრო მეტად ახერხებს ჩვენ წინააღმდეგ თავის ძალის გამოყენებას. თავისი ძალა არის კარმა. ანუ ჩვენი ცოდვები არის მისი ძალის ბაფი, გაძლიერება. კარმის მეშვეობით იგი გვაყენებს ძალიან დიდ დემეჯს, წესით გვაყენებს ერთ დემეჯს მარტო, მაგრამ აი როგორ რაღაცა იცით, წარმოვიდგინეთ ავიღოთ იარაღი და ეს არის პერსონაჟი. Undertale-ში რაღაცა იარაღი რო უტევს პერსონაჟს, ესე ურტყავს, დემეჯს აყენებს და ქრება. მაგრამ სანსის შემთხვევაში ეს იარაღი ესე მიდის და გადის ხეულში ეს ძვალი და 1 დემეჯი, 2 დემეჯი, 3 დემეჯი, 4 დემეჯი, 5 დემეჯი ხომ იხდით რას გეუბნებით. ანუ ხეულში გადის ეს შეტევა და გვაყენებს ძალიან ბევრ დემეჯს დამატებით კარმას. ერთ-ერთ შემთხვევაში სუსტე ისა აქვს, რომ კარმას მარტო 1 HP-ნებ ჩავყავხარ და არ გყავს ეს კარმა, მაგრამ ამავდროულად ჩვეულებრივ შეტევებსაც იყენებს სანსი ჩვეულებრივად და ამის გამო ბრუტალური შეტევები სატანა გვიწევს სანსისგან. ამავდროულად იგი არ გვაცლის იმას, რომ ჩვენი შეტევა განახორციელოთ, ანუ Undertale ხო არის turn-based, ანუ რიგრიგობით შეტევის ფონის თამაში. მაგრამ სანსი თავის რიგზე არის დაყენებული და ჩვენ არ გვაცლის შეტევას, ეს ბოლოში ხდება. მაგამდე ასევე ჩვენი ჯერის დროს, როცა ჩვენი შეტევის დროა, იგი გვიტევს მაინც და ასევე იგი გზღუდავს იმისგან, რომ შეუტიოთ მას სხვა ფონითაც. ასევე იგი იაზრებს იმას, რომ ჩვენ რაღაცა ძალაუფლება გაგვაჩნია, ის მეშვეობითად შეგვიძლია დროში დაბრუნება, ხოლმე სახის გამომეტყველებით. იგი ასევე манипуლირებს თავისი რიგით და რამდენჯერმე ამეორებს თავის რიგს, აი მაგალითად განახეთ ამ სცენას და ასეთი მრავალი ტექნიკა აქვს სანს და ამით მინდა განასხვაო ახლა ორი პერსონაჟი. ეს ორი პერსონაჟი არიან Undyne და Sansi და ასევე შეიძლება ვთქვათ Asgore და Sansi. ეხლა Asgore და Sansi რო დავაყენოთ ერთ-ერთს, რა თქმა უნდა Asgore მოიგებს, იმიტომ რომ ყველანაირად ძლიერია, დაცვაც უმაღლესი აქვს და Asgore დამნაშავე არ არის. ეხლა ვისაუბროთ Sansis მიზანზე ამ ბრძოლაში. Sansis თავარი მიზანი ამ ბრძოლაში ის კი არის, რომ ჩვენ მოვკლას. მისი მიზანი ის არის, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ეს სამყარო და გამოვხოთ ეს თამაში. რადგან იცის თვითონაც, რომ ჩვენ როცა ვდებით, დროში უკან ვდებით და ფაქტობრივად ციკლი არის ბრძოლის. როგორც გითხარით, Sansis ნიჰილიზმის ერთ-ერთი ჭყალებში ნიჰილიზმის, ანუ ცხოვრებისადმი უიმედობისა და სიზარმაცის მიზეზი ის არის, რომ მისი ყოველი გადაწყვეტილება უაზრობაა. უაზრობა იმიტომ არის, რომ ეს ყოველი გადაწყვეტილება იშლება ვიღაცის გამო. ეს ვიღაცა ვართ ჩვენ. და ამ წაშლის გამო იგი ფიქრობს, რომ აღარ არის საჭირო რაღაცა მოქმედება და შეწინააღმდეგება, რადგან რა აზრი აქვს მოქმედებასა და შეწინააღმდეგებას, როცა შენი მოქმედება ქრება ესე თითის კაცულში. მაგრამ ჩვენთან ბრძოლისას იგი ცდილობს, რომ ჩვენ დაგვაბრუნებინოს თავი წარსულში და გენოციდი მოაშოროს. ანუ ფაქტობრივად გენოციდი გაგვაუქმებინოს. ან
გამოვთოთ თამაში და გავჩერდეთ მან. რასაც ზოგჯერ ახერხებს გააჩნია ეხა მოთამაშეს. ზოგი სანსის ბრძოლის დროს ანებებს თამაშს თავს. ზოგი ნანობს და ტვირთავს თამაშს. ასევე ბოლოს სცენა აქვს, ან სადაც სისხლი მოსდის. მონსტრს სისხლი არ მოსდის ზოგადად. ეხა ამაზე ძალიან ბევრი თეორიებია. მაგრამ შემიძლია თქვა ეხა, რომ ეს მისი ერთ-ერთი guilt tripping-ის, ანუ თავი რომ ცუდად გაგრძნობინოს, ის მეთოდი აქვს. განახებს თუ ამ ხელაზიანი მიაყენე მას და წავედი მე გრილბიში, ჩემი ძმის სანახავად. აი, უფრო დაგიმძიმოს ემოციები შენ, მაგის გამოაკეთებს თითქოს და ის მისი ბოლო სვლა იყო. მაგრამ სხვა თეორიებიც აქვს. ეხლა დელტარუნი რო ავიღოთ, დელტარუნში ზოგ მონსტრს სისხლი მოსდის და სხვა თემაა საერთოდ, მოდი ამაზე არ ვისაუბრებ. სანსი ისედაც ზოგადად არის ძალიან მისტიური პერსონაჟი. არ ვიცი საერთოდ საიდან აქვს ის ტელეპორტაციის ძალა, რაც გააჩნია, მაგრამ თავისუფლად იყენებს ამას. ასევე მინდა დაუბრუნდე მუსიკას ისევ. როგორც გითხარით Papyrus-ის მუსიკაზე, გთხოვეთ რომ დაგემახსოვრებინათ და ახლა აგიხსნით მაგას რატომ. სანსის მუსიკა ბჭყალებში არის ერთ-ერთი ყველაზე კი არა, ყველაზე ცნობილი მუსიკა მთლიან Undertale-ში. აი ეს მუსიკა კონკრეტულად. ამ მუსიკას ქვია მეგალოვანია და რეალურად ეს მუსიკა, ანუ სანსის მუსიკა არ არის. როგორც ტორიელის ორიგინალ საუნდტრეკი რო არის და როგორც Papyrus-ის ორიგინალ საუნდტრეკია, სანსზე ესე არ არის. სანსის მუსიკა სულ სხვა მუსიკაა და აი ეს არის სანსის მუსიკა. და კონკრეტული მომენტი სამტკიცებს ამას და არის აი ეს მომენტი. ახლა ის მომენტი შევავდოთ Papyrus-ის მომენტს. ანუ Papyrus-ის მუსიკას. მე მგონი ამ შემთხვევაში ლეტიმოვს. როგორც გითხარით, ლეტიმოვი არის ერთი და იგივე მომენტის გამეორება სხვადასხვა მუსიკებში. და სანსის მუსიკაში ბევრად ტრაგიკულად ჟღერს Papyrus-ის მომენტი. რადგან სანსი განიცდის მისი ძმის სიკვდილს და იგი ფაქტობრივად სენს დამარცხებას ცდილობს თავისი მეთოდით. როგორც გითხარით, Undertale-ში ძალიან ბევრი ფაქტია ესეთი მუსიკის, აი ძალიან ბევრი, ვერ მორჩები მუსიკაზე რომ დავიწყო ლაპარაკი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მაგალითები მოგიყვანეთ იმისა, თუ რამხელა გავლენა აქვს მუსიკას Undertale-ზე, რამხელა დამწერლობა აქვს Undertale-ის თლიან თამაშს და მე მგონი ძალიან ბევრი მაგალითიც მოგიყვანეთ იმისა, თუ რატომ არის ეს თამაში საინტერესო და რატომ არის ეს თამაში ძალიან კარგი. კი, ბევრნაირად მოვედე ყველანაირ რუდს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემიძლია კიდევ ძალიან ბევრი რაღაც გახსენება, მაგრამ დანარჩენი უნდა განიცადოთ თქვენით. Undertale ისეთი თამაშია, რომელზეც ყოველთვის რაღაც ახალს გაიგებთ. ყოველთვის. შეგიძლიათ ერთხელ ითამაშოთ, ორჯერ ითამაშოთ, სამჯერ ითამაშოთ და ახლა შემიძლია კიდე მაგის მაგალითს მოყვანა. Undertale-ს აქვს fun value. ანუ თითოეულ თამაშის დროს თითოეული სხვა რაღაც ხდება. შეიძლება fun value ქონდეს 60, შეიძლება ქონდეს 70, 80 და 60. სულ სხვა რაღაც ხდება, 70-ზე სხვა რაღაც ხდება, 80-ზე სხვა რაღაც. როგორც იცით, ერთი პერსონაჟი, რომელსაც ქვია გასტერი, არის აი ამ fun value-დან წამოსული. თუ არ ვცდები 66 fun value-ზე ჩდება გასტერი და ერთხელ ჩდება უბრალოდ რაღაცა ხმას გამოსცემს და ქრება. დანარჩენი ყველაფერი არის პატარ-პატარა მინიშნებებისა და თეორიებიდან წამოსული. Data miner-ებმა ვერ გამოთქვა ალბათ ამასაც სწორად. იპოვეს რაღაცა ასეტების სახელი, მაგალითად სანსი იარაღს, რასაც ისვრის, ჩონჩხივით, რაღაც ფიგურით, რასაც ბლასტერს ისვრის, ქვია გასტერ ბლასტერი. ასევე არიან გასტერის ფოლოვერები, განახებთ ახლა მათ ფოტოებს და ესენიც fan value-ების მიხედვით ჩნდებიან. გასტერი ეს ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე ფანდომში შექმნილი პერსონაჟი და თეორიებიდან გამომდინარე შექმნილი პერსონაჟი. მას აქვს ახლა დიდი როლი დელტარუნში, მაგრამ Undertale-ში არ ქონია ასეთი დიდი როლი. უბრალოდ ვიცოდით მასზე, რომ არის როიალ საინტისტი, რომელმაც გამოიგონა ელექტროენერგია
რომელიც არის რევოლუციური სვლა მონსტრებისთვის, რომ უფრო კარგ კომფორტში ეცხოვრათ მიწის ქვეშ, მაგრამ უცებ გარდაიცვალა, გაქრა, არ ვიცით როგორ, არ ვიცით რატომ, მაგრამ გაქრა. რაღაცა ჩაძიებებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ექსპერიმენტს ატარებდა სიბნელეში, ამ სცენასაც განახებთ და ესეც უკავშირდება დელტანოს. ამის გამო არ ვისაუბრებ ამ ვიდეოში ამაზე. კიდე ძალიან ბევრი ფაქტის მოყვანა შემიძლია, როგორც გითხარით, მაგრამ მინდა რომ Undertale-ის ერთ-ერთი სილამაზე დაგანახოთ და ეს სილამაზე ის არის, რომ ყოველთვის რაღაც ახლის გაგება შეგიძლიათ. უბრალოდ უნდა ითამაშოთ. ან ითამაშოთ, ან თეორიებს უყუროთ. არის ძალიან ბევრი თეორიის ვიდეოები, რომელსაც დამიჯერეთ 5 წელია უყურებ და ყოველთვის რაღაც ახალს ვიგებ. ასევე გირჩევ დელტარუნის თამაშს. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, მითხარით კომენტარებში და დელტარუნის ანალიზსაც გადავიღებ. ეს უკვე თქვენზეა. აქ მორჩებით ქლიან Undertale-ზე ლაპარაკს და ახლა მინდა ვისაუბრო ფანდომზე კიდევ ერთხელ. ვიდეოს საწყისში ვთქვი, რომ Undertale-ის ყავს ძალიან ძველი ფანდომი და რაღაც ხრივ მართალია. მაგრამ ასევე ყავს უნიჭერესი ფანებიც, რომლებიც ქნიან ძალიან მაგარ ფან გეიმებს, ასევე ძალიან მაგარ ნახატებს და ასევე ძალიან მაგარ სტორიებს. მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი ამის და მინდა ვისაუბრო მოკლედ ამებზეც. და თუ გინდათ Undertale-ის უფრო მეტი ინფორმაციის შეწურვა, ისე რომ თქვა, თუ გინდათ იგივე განიცადოთ, თუ გინდათ რაღაც ახალიც განიცადოთ და განსხვავებულიც, გირჩევთ, რომ ეს ფან გეიმები ითამაშოთ, ან ფან კონცეფციები წაიკითხოთ. ჩემი საყვარელი მაგალითი კონცეფციისა და იდეის დონეზე არის Dust Tale. Dust Tale არის ისეთი სამყარო, ალტერნატიული სამყარო, სადაც მოთამაშე ატარებს ძალიან ბევრი გენოციდის რუთს და ამ გენოციდების რუთიდან გამომდინარე სანს ახსენდება ის ყველაფერი, თუ რაც გააკეთა მოთამაშემ. ამის გამო იგი ახერხებს იმას, რომ გაძლიერდეს, მაგრამ რის ფასად? იმის ფასად, რომ თავისიანებს კლავს, მონსტრებს კლავს და ლეველსა და XP-ს იმატებს. ერთ სიტყვით არის დამოვიწყდა თქმა. Undertale-ის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფუნქცია ის არის, რომ ყველა მექანიკა იხსნება. ამ მექანიკებში შედის ლეველიც და XP-ც. ლეველი და XP არის აკრონიმები. აკრონიმი არის რაღაცის შემოკლება. მაგალითად, FBI გზად ხო არის Federal Bureau of Investigation. მაგრამ არის 310 შემოკლებული. ზოგადად Undertale-ში ლეველი არის Level of Violence, ანუ ძალადობის ლეველი. რაც უფრო მაღალი ლეველი გაქვს, უფრო მეტად მოზარდი ხარ. და EXP თამაში არის EXP experience point-ი, მაგრამ Undertale-ში არის execution points. ანუ რაც უფრო მეტი ვიღაცას კვლავ უფრო მეტი execution points გაქვს. და ეს execution points გიმატებს level of violence. ანუ ფაქტობრივად ეს თამაშის მექანიკები ყოფილა Undertale-ის სამყაროს დატვირთული ფუნქცია, რაც ულამაზესია კიდევ ერთხელ ჩემი აზრით და ძალიან მაგარი დამწერლობის სახე არის ტობისგან. Dust Tale-ში ჩვენს მაგივად, ჩვენთან ერთად აგროვებს ამ ექსპერიენსებს სანსი და ცდილობს რომ ჩვენს ლეველს გადააჭარბოს, ჩვენ დეტერმინაციისა რომ მოიპაროს და ამის მეშვეობით გადატვირთოს სამყარო. ძალიან მაგარი არის იდეის დონეზე და თამაშის არსებობს, ამის შეგიძლია ითამაშოთ, მაგრამ იმდენად ძველი არის ეს თამაში და ერთი ტიპის შექმნილი რო არის ეს თამაში, დამწერლობა აშკარად ძალზე დაკლია და შეიძლება ვთქვათ, რომ ეჯიც არის, მაგრამ იდეა ისე მომეწონა ეგ იდეა, რომ შემიძლია თქვა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი, კი არა, შეიძლება საყვარელი ფან გეიმიც არის მაგ იდეის დონეზე. ასევე Dust Tale-ის ძალიან ბევრი remade ფან გეიმები არის და თეორიები და სხვა rewritten story-ები და ასე შემდეგ და შეგიძლია ეგენიც ნახოთ, ანუ მაგით უფრო დაიკმაყოფილებთ თქვენს თავს დამიჯერეთ როგორც ახლა მე ვიკმაყოფილებ ჩემს ინტერესებს. ძალიან ბევრი Dust Tale-ის ფან გეიმებია და მე მგონი ყველაზე ცნობილი ფან გეიმი არის Dust Tale, იმიტომ რომ იდეა ძალიან მაგარია. მეორე არის Undertale Yellow. როგორც იცით, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია. თითოეული ადამიანის სულს აქვს სხვადასხვა ფერები და ამით გაირჩევა ადამიანის სული. და Undertale Yellow არის სხვა ბავშვზე, სანამ ჩვენ ჩამოვარდებოდით
და მაგ ბავშვის მეშვეობით თამაშობთ ძალიან თამაშს. ამ თამაშის შექმნას მოუვნენ ძალიან დიდი ხანი და იმდენად მოეწონა ტობისაც, რომ დონაცია გაუკეთა ამ ჯგუფს. თუ არსები $50,000 დაურიცხა იმის გამო, რომ აი ამ პროექტზე მუშაობ. მეც გირჩევთ, რომ ითამაშოთ იმის და მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ნაკლი აქვს ამ თამაშს, არ მოგატყუოთ. გენოციდის რუტი აქვს ძალიან ცარიელი, პერსონაჟები მონსტრებს არ გვაქვს, რაღაცა ფური პერსონაჟებს გვაქვს, მაგრამ ძალიან კარგი დამწერლობა აქვს ამ პერსონაჟებს. ამიტომაც გირჩევთ ამ fan game-საც. ასევე არის ერთი fan game-ი, Underswap ჰქვია და ესეც ძალიან საინტერესო სამყაროა. ანუ ჩანაცვლებულები არიან პერსონაჟები აქვს. მაგალითად Sansiu არის ზარმაცი და ასე შემდეგ, პირიქით Papyrus-ი არის ესეთი და პირიქით ესე რომ ვთქვათ vice versa რა. მარა ყველა პერსონაჟი მაინც უნიკალურია თავისებურად და shallow პერსონაჟები არ ყავს ამ სამყაროს. თამაში არის ძალიან გრაფიკული, ანუ ძალიან კარგი გრაფიკა აქვს, გრაფიკას არ გულისხმობ ძალადობით, ანუ ულამაზესი ნახატი სტილი აქვს და ასე შემდეგ. და ასევე ძალიან კარგი დამწერლობა აქვს, დემო ვერსია გამოსული, მაგრამ დამატებით ახალი რუტი მოაფიქრეთ, არ ვიცი საიდან, მაგრამ შეძლეს ჩემი დაინტერესება და მომეწონა ძალიან ეს game. ამიტომაც თქვენს გირჩევთ ითამაშოთ თუ გაინტერესებთ, ანუ უყუროთ YouTube-ში როგორ გაგიხარდებოთ. მაგრამ თამაშს გირჩევთ, რომ ის ყოველივე პატარა ისტერეგი და დეტალი თქვენით შეამჩნიოთ და განიხილეთ. ასევე რიტმ თამაშები თუ მოგწონთ და თან გინდათ რომ თქვენით რაღაცა story-ს დატვირთვა, გირჩევთ Friday Night Funkin'-ის Undertale-ის ნებისმიერ მოდს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოდი აქვს Undertale-ის FNF-ს და კონკრეტულად გამოვიდა ამ წელს Friday Night Destiny და Friday Night Destiny Dust-Tale-ის ისტორიას და ასევე სხვა ალტერნატიული Undertale-ის სამყაროების ისტორიებს ყვება ისე როგორც იყო დაწერილი. რაღაცები რა თქმა უნდა არის გადაკეთებული ზოგადად, მაგრამ უმეტესად არის კენონი, მოკრედო ვთქვათ. გირჩევთ ითამაშოთ თუ თამაშები მოგწონთ და თან story სხვანაირად გაგება გინდათ, მანდაც ბევრი ისტერეგები არის და ასე შემდეგ და გაინტერესებთ ჩემი აზრით. მოკლედ ჩემო მაყურებლებო, ვიდეო აქ უნდა დავასრულო. ძალიან დიდი ვიდეო გამოდის და სიმართლე რომ გითხრათ, არც კი მყოფნის დრო, მინდა რომ უფრო მეტი ვილაპარაკო. მაგრამ ამ ვიდეოს პროცესში მიხვდებოდით, რომ აზრებს ეხა ვაყალიბებ. აქეთ-იქით გეუბნებით ყველაფერს, რაც თავში მომდის, ანალიზი არის ფაქტობრივად და მინდოდა დამეწერა ეს ანალიზი, მაგრამ არ მინდოდა რობოტივით მელაპარაკა. თან კამერის წინ მეორედ ვიღებ ცხოვრებაში ვიდეოს, ცოტა უხერხულადაც გრძნობდი თავს, მაგრამ ეხა აღარ გრძნობ, ჩაუბრალოდ გელაპარაკებით და ესე რომ ვთქვათ, სწავლობ ვიდეოს გადაღებას, ანუ სწავლობ ანალიზის ჩამოყალიბებას კამერის წინ. ზოგადად ვინც მიცნობს ლიტერატურას ხშირად ვკითხულობ და არ მიჭირს ანალიზის ჩამოყალიბება, ბევრ ფილმს უყურებ, ბევრ სერიალს უყურებ და ყველანაირ ფიქციას ვყლაპავ, რასაც ქვია, მაგრამ კამერის წინ სულ სხვა დამიჯერეთ, ცოტა უხერხულადაც გრძნობ ხა კამერის წინ ესე რომ ვიყურები და ლაპარაკობ, მაგრამ გავძლიე ეს ამ ვიდეოთი და ერთადერთი არ მაინტერესებს თუ გამოიწერთ ჩემს სახს თუ დაალაიქებთ. ორად ორი თხოვნა მაქვს მარტო პირველი უყუროთ ამ ვიდეოს და მთავარი თხოვნა ვიდეოს ყურების შემდეგ უბრალოდ გამომიხატოთ თქვენი აზრი, გინდ იყოს პოზიტიური, გინდ იყოს ნეგატიური, უბრალოდ მითხარით, რას ფიქრობთ ამ ვიდეოზე, რა ვთქვი არასწორად, რა ვთქვი სწორად, უბრალოდ მინდა რომ გამოვნახო ისეთი ხალხი, ვისაც გულით რაღაც აინტერესებთ და გულით რაღაც ამბიცია აქვს და პატარა community შექმნა მინდა მოკლედ რომ ვთქვათ რა. თქვენი აზრები გამოვხატოთ, ვისაუბროთ, რჩევები მინდა მივიღო თქვენგან, თუ რაზე ვილაპარაკო, არა მარტო Undertale-ზე, თუნდაც წიგნსაც წავიკითხავ, თუ მირჩევთ თამაშსაც ვითამაშებ, ფილმსაც უყურებ, თუნდაც ანალიზსაც გადავიღებ მაგაზე, უბრალოდ მირჩიეთ თქვენ და ახლო მომავალში ვიზავ მაგას. მე უბრალოდ მინდა რომ პატარა community მყავდეს, სულ 5 კაცი იყოს, 5 კაცმა რომ მიყუროს და მითხრას, რომ იცი, ამ თამაშზე ან ამ ფილმზე ან ამ სერიალზე ან ამ წიგნზე მინდა გადაიღო ვიდეო, მნიშვნელობა არ აქვს ნებისმიერ ფიქციის ფორმაზე. დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებ მაგაზე, სულ რომ არ მომეწონოს და სულ რომ მომეწონოს. ამ არხის სახელი არის და რატომ არის და ტყუილა არ ქვია და რატომ არის. და ამ ვიდეოს სათაური არ იქნება ტყუილად Undertale და რატომ არის შედევრი. იმიტომ რომ შედევრია. აქ დავასრულებ ვიდეოს. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. იმედი მაქვს დაგაინტერესეთ ჩემი ინტერესით. იმედი მაქვს სასაცილოდ არ ჩანვარ ეხა ამ ვიდეოში და იმედი მაქვს დატკბით ამ ვიდეოთი. შეგიძლიათ როგორც გითხარით, წიგნი მირჩიოთ, გამოვხატავ მაგაზეც აზრს, თუ არ მაქვს დაკითხული, წავიკითხავ და ეგრე გამოვიხატავთ აზრს და დაგეშვიდობებით ეხა ნახვამდის.